ძირითადად ჩვენ რაც ვიცით ისტორია უმეტესი ნაწილი არის აღმოსავლეთ საქართველოს თვალთახედვით გაკეთებული. სულ ცოტა თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემები ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნიდან პირველ საუკუნემდე ინტენსიური ცხოვრება მიდის იქ. და 551 წელი, როდესაც ხოსრო ანუშირვანი ლაზიკაში შედის, არის ჭირის აფეთქების წელი ბიზანტიის იმპერიაში. 50-მდე ციხესიმაგრეა ამ პერიოდის. არც ერთი არ არის ქალაქების ხელ. თბილისი იბერიის დედაქალაქია და ნახევარიც არა, იმდროინდელი თბილისი. რომელ ძეგლებზე იგრძნობა ყველაზე მეტად, რომ რაღაცა კვალი, რომ ლაზიკის ომი მოხდა ამ ტერიტორიაზე და ეს დაზიანდა, ან ეს დაიწვა, ან აქ იარაღი აღმოჩნდა. 1500 წლის წინანდელ ამბავს ხელით ეხები. მოგესალმებით, წარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტრადიციულად ამბავი ვაინ, ღვინო რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებას და განათლებას. ასევე პოდკასტის მხარდამჭერია Classroom-G, პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ მათ დაამატეს ახალი აპლიკაციები, რომლებიც გეხმარებათ აი ამ პროგრამის გამოყენებაში. ჩვენ დღევანდელი თემა პირდაპირ დაკავშირებული ჩვენ ერთ პოდკასტთან, რომელიც დიდი ხნის წინ ჩავიწერეთ და რომელსაც ეწოდება ლაზიკის ანუ ეგრისის ომი და რომელშიც მე ძალიან ვრცელი თითქმის 3 საათიანი ეპიზოდი გავაკეთე, რომელშიც მოვყევი ლაზიკის ომის შესახებ, ძირითადად რა თქმა უნდა სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა ვეცადე ასევე მსმენელისთვის ზოგადად მეჩვენებინე, რამდენად საინტერესო კონფლიქტი არის და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის არქეოლოგი ნიკო მურღულია, რომელიც ცოტა სხვა თვალით დაგვანახებს კიდევ ამ თემას, ვინაიდან ეს უკვე არის არა მარტო ისტორიული ანალიზი, არამედ არქეოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ ამ ყველაფერს. ძალიან მიმოხარული ვარ, რომ მეწვია პოდკასტში, იმიტომ რომ ამ თემის კვლევარები არც ბევრია საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ თანამოსაუბრე გავიჩინე, იმიტომ რომ მაშინ მაგალითად, როდესაც მე ჩავიწერე, დიდი ხანი ძალიან დაგვიანდა ამ პოდკასტს გაკეთება, იმიტომ რომ მე მაშინ დისერტაციად უკვე დაცული მქონდა, გაკეთებული მქონდა, მაგრამ აი თანამოსაუბრე მჭირდებოდა ვიღაცა მომეყვანა, რომ აი ამ თემაზე ველაპარაკო რა, რომ მოვიდეს ახლა ვიღაც ხო უნდა ველაპარაკო ამ თემაზე და ყველა მეუბნებოდა რომ ხა მე როგორ მოვიდე მაგაზე და ასე შემდეგ, ხო და ეს კაი არის უკვე. ესე იგი, ჩვენ შევეცდებით რომ ცოტა შესავალი გავაკეთოთ იმ თვალსაზრისითაც, რომ ვაჩვენოთ რა არის ეს, რას წარმოადგენს ეს არეალი, ლანდშაფტის სივრცე, რესურსები, ამ შემდეგ ეგრისის ანუ ლაზიკის სამეფო როგორ შეიქმნა, რას წარმოადგენდა არქეოლოგია, რას გეუბნება მის შესახებ, იმიტომ რომ საერთოდ ყველაზე მეტად საქართველოში აი ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანაში გვიჭირს, ეს არის დასავლეთ საქართველოს ისტორია, საერთოდ. ხო, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ რაც ვიცით ისტორია, უმეტესი ნაწილი არის აღმოსავლეთ საქართველოს თვალთახედვით გაკეთებული, იმიტომ რომ ეს არის ქართლის ცხოვრება, უმეტესწილად მოქცევა აი ქართლისა, აი ქართლის ცხოვრება, ჯუანშერის მეფეთა ცხოვრება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის აღმოსავლეთ საქართველოში დაწერილი ამ შემთხვევაში და აქეთ თვალთახედვით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი ხედვა აი ამ მოვლენებისა თუ რა ხდება იქ, რაც იწვევს ხოლმე ხშირად დაბნეულობას ძალიან. გვაქვს უცხოური წყაროები, მართალია, უცხოური წყაროები თანადროულია, ძალიან ძვირფასია და ძალიან ბევრ რაღაცას გვეუბნება, რაც მე დასტურდება ხოლმე ხშირად არქეოლოგიითაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი გვაკლია აი ის რაც არის, აი შენ თვითონ როგორ აღიქვამენ თავს ეს ადამიანები, როგორ უყურებენ ამ მეზობლებს, აი იმიტომ რომ ის მაინც უცხოელი, მაინც სხვანაირად წერს ამას გარკვეულწილად, ხო იმას თავის ინტერესი აქვს, თავის ხედვა აქვს ამის შესახებ. ინფორმაციაც ხშირად მწირი აქვს, იმიტომ რომ ეს ხო არ არის თანამედროვეობა, რომ ყველანაირი ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეს. ხშირად ცდება, მე მისი შეცდომა ძალიან დიდ შეცდომას გვაშვებინებს ისტორიკოსებსაც ძალიან ხშირად. ხრობა ფრაგმენტულია ხშირად. ძალიან ფრაგმენტულია, კი. ან ზოგი დაკარგულიც არის ნაწილობრივ. აი ხა მაგალითად მე-5 საუკუნის პრისკუს პანიონელის თხზულება თითქმის უფრაგმენტულად არის შემორჩენილი, რაც ძალიან ბევრ რამეს აკლებს ჩვენ მე-5 საუკუნის ისტორიას, იმიტომ რომ თუ რამე ვიცით ამ პერიოდის ეგრისის სამეფოზე, ისევ პრისკუსისგან ვიცით, იმიტომ რომ მას მოხსენიებული ყავს გუბაზ პირველი, მოხსენიებული აქვს მარკიანესთან ომი ლაზების და არის სხვადასხვა
საუკუნის ბიზანტიურ ენციკლოპედია სუდაში კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომელიც ითვლება ფილიპ რანსი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი თვლის, რომ არის დაკარგული ფრაგმენტი პრისკუსიდან და ამ ფრაგმენტში წერია რა სტრატეგია გამოიყენეს ლაზებმა ბიზანტიელებს წინააღმდეგ, აი მარკიანესა და გუბაზის ომის დროს, რაც ძალიან საინტერესო დეტალი არის, იმიტომ რომ ზოგჯერ ხა ჩვენ დღეს აღარ მიგვიწვდება ხელი ის წყაროები, ცოტა გვიანდელმა შუა საუკუნეების ავტორებმა გამოიყენეს თავის დროზე და მე იმაშია ხოლმე დალექილები რაღაცები. იქაც უნდა ვეძიოთ ამიტომ. მაგრამ გარდა ისტორიული წყაროებისა, კიდევ რამ შეიძლება მოგწეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ეს არის არქეოლოგია. და არქეოლოგიური დასავლეთ საქართველოს საკმაოდ მდიდარი არის. ეხლა პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგი მაინც და მაინც არ უწყობს ხელს ბევრი რაღაცის შენარჩუნებას, აი ფიჭუნარი რასაც გვაჩვენებს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ფიჭუნარში როგორც მაშინ მახსოვს დათვენას ყდაშვენმა ისაუბრა ამაზე, რომ 3000-მდე ის არისო სამარხიო თითქმისო ნაპოვნიო და რამდენიმე ძვალი და ისაა ამოღებული იქიდან, ხო? ამიტომ აი ეს ცოტა ართულებს საქმეს, აი განსხვავებით ცოტა შორის ბრიტანეთისაგან, სადაც ის ნიადაგი ისეთია, ტორფიან ნიადაგი, რომელიც ძალიან მაგრად ინახავს ამ ყველაფერს. ამიტომ არის, რომ აი ბრიტანეთი თითქოს განაპირა არის რომის იმპერიის პროვინციები და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რომაული არტეფაქტები მათ აქვს და სულ ამოდის და ამოდის 1000 რაღაცა, ხო? ყოველ წლიურად მით უმეტეს აი ვინდოლადა და ცნობილი ისინი რაც აქვს არქეოლოგიური ძეგლები იქიდან და აი ამიტომაც ჩვენ თითქოს ერთი მხრივ ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ის უნდა გქონდეს, მაგრამ ზოგიერთი რაღაც ამის გამო გვაკლია ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ნახოთ რამდენი ძეგლები გვაქვს დასავლეთ საქართველოში, ხო? ჩვენ გვაქვს პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც და ყველა მიცის, ეს არის არქეოპოლისი, რომელიც ეხება ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანის ისტორიას, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. არის პეტრა ციხისძირი, რომელიც ასევე ბევრს სმენია, რა თქმა უნდა, პეტრას ციხე და ამავე დროს ძალიან პოპულარული კურორტიც არის და შესაბამისად ბევრს სულ მცირე ამის გამო მაინც აქვს ნანახი ეს ციხე. მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში შედარებაც არ არის იმასთან, რაც სულ ადრე იყო. კიდე ახლა ბევრად გამოცოცხლებულია აი ეს ამ ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები. რა თქმა უნდა, აქ უნდა გავიხსენოთ ისეთი ისტორიული პუნქტები როგორც არის ქუთაისი, სკანდა, შორაპანი, ვარციხე, ხო, თავისუფლად როდოპოლისი, ხო, ვარდის ქალაქი ამ შემთხვევაში, რომელიც ის სახელი ისევ ისე არის შემორჩენილი, ძალიან საინტერესოა ხომ ეს ისტორიული ტოპონიმები, რომ რაღაცნაირად შენარჩუნებულია ხომ ამ შემთხვევაში, ხო? არის ფასისი, ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ტოპონიმი, რომელიც ჩვენამდე შემორჩენილია და რა თქმა უნდა, ძველი ბერძნული კოლონიების სახელწოდებები, რაც ვიზით გიენოსი იქნებოდა ეს დიოსკურია თუ ასე შემდეგ, რომელიც სებასტოპოლისი ასევე. თქმა უნდა, რომაული გარნიზონები, გონიო აფსაროსი. ხო, სამწუხაროდ, ხო, და სამწუხაროდ ის არის, რომ ხო, გონიო აფსაროსი, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად ახლა ამ მომენტში გონი მაგას უდგას საქმე შედარებით, ხო. უნდა ითქვას სამწუხაროდ, რომ აი აფხაზეთის ძეგლებზე ნაკლები და ფაქტობრივად აღარ გვაქვს ცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი არის ამ თორსაესით, ხო, აფხაზეთიც თავის მხრივ, იმიტომ რომ სულ მცირე წებელდა და მე იქითკენ მასში ბიჭვინთაში და ჩრდილოეთით უამრავი რამ არის აღმოჩენილი ნაპოვნი, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში მე როა ანაკოფის ციხე და მოკლედ ძალიან მდიდარი რეგიონი არის აი ამ თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქეოლოგებს ბევრი სამუშაო აქვს საკმაოდ და აი ეს ძალიან კარგად ჩანს, აი თუ წაიკითხავთ ამ წიგნს, ეს არის ნიკოს წიგნი, ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა, რომელშიც აი ეს ყველა ციხესიმაგრეები როგორც ჩამოთვლილია, ისე აზომილია, შესწავლილია, რაც შესაძლებელია არის ყოველ შემთხვევაში, რა ვთქვათ, რა მასშტაბების არის, რომელი კედლები რა პერიოდში აშენებული, რა არტეფაქტები გამოვლენილი და ასე შემდეგ, რომელიც წარმოადგენს მოგცემთ, აი როგორი იყო თავის დროზე დასავლეთ საქართველოს თავდაცვითი სისტემა და რომელი შეიძლება მოვიაზროთ იქიდან სტრატეგიულ პუნქტებად, რომელიც იყო აი დიდი მასშტაბისა შედარებით და აკონტროლებდა რაღაც სივრცეს და რომელი იყო შედარებით უფრო მცირე საგუშაგოების, ინფორმაციის გადაცემის და რაღაც მსგავს ფუნქციას ითავსებდა, იმიტომ რომ ყველა სამეფოს როგორც გვიანანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში ჰქონდა გარკვეული ფუნქციონირების ეს სისტემა, რომელიც გარეშე ძალიან გაძნელდებოდა, მით უმეტეს რომ კომუნიკაციების საშუალებები მაშინ ძალიან ცოტა იყო, ამიტომ უნდა ყოფილიყო რაღაცა სისტემური ეს ყველაფერი, რომელიც იმუშავებდა იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, მტერი შემოიჭრებოდა, ან რაღაცა ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობა იქნებოდა, ხო? აქ ჩაგერთვები, ეს არის ძალიან სახასიათო და ხშირი არ არის არც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არც ზოგადად. თუ გავიხსენებთ გვიან შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს ქართლს, კონკრეტულად ციხესიმაგრეებზე რომ ვსაუბრობთ, უამრავი ციხესიმაგრე გვაქვს.
რომელიც არამც არნიშნავს, რომ ეს იყო ერთიანი ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემით. პირიქით, დაგსაქსულობის ნიშანია და ძირითადად არის ეს ყველა ხევზე რო თითო ციხეა, მას თავისი მეპატრონი ყავდა და თავის ინტერესებს იცავდა. პრინციპში ფეოდალური ხანას ახასიათებს ზოგადად. კი ბატონო, განსაკუთრებით ჩვენთან გვიან შუა საუკუნეებში ხდება ეს როცა დაგსაქსულობა. სხვა ქვეყნებშიც ასეა. და აი რაც ახსენე და ძალიან კარგად აღწერე, ადრეულ შუა საუკუნეებში ან გვიან რომაული ხანა დავარქვათ, როცა ეს ეგრისის სამეფო არსებობს, ეს ციხესიმაგრეები ერთიან სამეფო ცენტრალურ სისტემას ექვემდებარება და არ არის დაგსაქსულობის. პირიქით ძალის მანიშნებელია და ქვეყნის გამართული ინფრასტრუქტურის მანიშნებელია და არა დაგსაქსულობის. აი ეს სხვაობაც არის. ხო, ხა შუა საუკუნეებში ევროპაშიც ყველა ქვეყანაში ციხესიმაგრეებით არის ავსე, ხო? უფრო სარეზიდენციოები არის. ხო, იმიტომ რომ ფეოდალი ცხოვრობდა იმაში, რომელიც ადგილობრივი პატარა მიწებს რაღაცას მეთაურობდა, ხელმძღვანელობდა და შესაბამისად ხა ყველა ცდილობდა მე რომ თავი დაეცვა ამაში გამაგრებული ყოფილიყო საჭირო შემთხვევაში ის ტერიტორიას დაეცვა ამ შემთხვევაში რომელსაც ფლობდა და ეს იწვევს სიმრავლეს ხომ თორემ მაგალითად რომის იმპერიაში ციხესიმაგრეების სისტემები იყო საზღვრებზე ძირითადად ხო ლიმესები იყო და ამ ციხესიმაგრეებს იცავდა სახელმწიფო ამ შემთხვევაში უშუალოდ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილობრივი ფეოდალიან ლორდიან შეფეთქება იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ბიუროკრატია ხო რომელიც აი ზუსტად ესეც არის გვიან ანტიკური ხანა რატო უწოდებენ ხოლმე ამ პერიოდს პირველ რიგში იმიტომ რომ ანტიკურობის მემკვიდრეობა არის გარკვეულწილად ეს როდესაც სახელმწიფო არის ბიუროკრატიული რომელიც ის ეფუძნება ცენტრალიზებულ ხელისუფლებას რომელიც განაგებს ამ ყველაფერს და არა ლოკალურ ადგილობრივ მმართველებს რომლებიც ამ შემთხვევაში უბრალოდ ვასალები არიან და ისინი განკარგავენ ამას ხო ამიტომაც აი აქაც გვაქვს საქმე ასეთი ტიპის სახელმწიფოსთან თანაც გასაკვირი არ იქნება ეს იმიტომ რომ ვის გავლენას განიცდიდა და ვის მეზობლად იყო ეგრისი საუკუნეების მანძილზე ხო ხო ჯერ გვაქვს ანტიკური ხანიდან ძველი ბერძნები რომლებიც აქ მოვიდნენ როგორც კოლონისტები თავის დროზე მილეტელები განსაკუთრებით და შემდგომში ახლა აქ უკვე ელინისტური ხანის სახელმწიფოები არის მათ შორის პონტოს სამეფო შემოდის პონტოს მერე უკვე რომი შემოდის და რომი აქ რჩება და რჩება საუკუნეების მანძილზე და ახლა ბუნებრივია ამდენი საუკუნე რომ ასეთი ძლიერი იმპერია რომელსაც ამხელა ესეთი რბილი ძალაც ჰქონდა გარკვეულწილად ანუ ავრცელებდა თავის კულტურულ თავისებურებას მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ ნაწილი იმპერიისა კიდევ უფრო ელინიზებული იყო მაინც და უფრო ნაკლებად პროლათინური უფრო ნაკლებად გავრცელდა მაინც ეტყობა ძალიან ყვალი ხო ყველაფერს რომაულისა მაგრამ ამავე დროს ნაჩვენები არის ისიც რომ მანამდე აქ ბერძნული მემკვიდრეობაც იყო რომელიც შერწყმული არის ძალიან კარგად ამასთან მე მახსოვს თავის ზოცა დისერტაციაზეც მუშაობდა თემურ-თოდუას სტატიები იყო ხომ ამასთან დაკავშირებით რომ ის აღნიშნავდა ყოველთვის რომ აქ ჯარისკაცების ის რაც არის აღმოჩენილიო საფლავები და შემდეგ ყველგან ჩანს რომ ბერძნები არიანო ესენი უმეტესწილად რა იმიტომ რომ მაინც ეს ბერძნული მემკვიდრეობა ამ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ძალიან დიდი იყო ლოგიკურიც არის და წარწერებიც უმეტესწილად მაინც ისევ ბერძნულს ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ რატო ამდენი და რატო იმიტომ ჩვენ ძალიან თიცე ჩამოსაცვლელი ლათინური წარწერები გვაქვს საქართველოში მაგრამ ბერძნულები ბევრი გვაქვს ეგ კი არა ის ცნობილი წარწერაც ვესპასიანეს დატოვებული ასევე მიუხედავად იმისა რომ რომის იმპერატორის წარწერა მაინც ბერძნულ ენაზე შესრულებული და ზოგადად რომაელების უმეტესწილად თვითონაც კი აი განსაკუთრებით არისტოკრატიაში ხო იყენებდნენ ბერძნულ ენას ჩვეულებრივად ბერძნული იყო განათლების ენა ნუ ამ შემთხვევაში ხო სულ მახსენდება სერაპიტას საფლავის ქვა რა და სულ იმაზე ვფიქრობ ეს ხო ძალიან პირადი რამეა ეს ხო არ არის ესეთი დეკრეტი როგორიც არის ვთქვათ ვესპასიანეს სტელა ხო რომელიც ოფიციალური საფლავის ქვა და იქაც ბერძნულია გამოყენებული არამეული რომელიც ასევე კიდე ერთი ლინგვა ფრანკა იყო აღმოსავლეთის არამეული ენა აი პირველად მე მაინც დავიწყებდი იქიდან სანამ ლაზიკის სამეფო უშუალოდ ჩამოყალიბდებოდა აქ გვაქვს ჯერ პირველ საუკუნეში წელსაღწევით რომაელების შემოსვლა რეგიონში, ჯერ პომპეუსის ლაშქრობა, მერე კანიდიუს კრასუსის ლაშქრობა და დამკვიდრება რომაელებისა რეგიონში. ეს დამკვიდრება შემოფარგლება ძირითადად იმით, რომ რომაელები პროვინციას კი არა არსებენ აქ, მაგრამ არის ეგრეთ წოდებული კლიენტსაც უწოდებდნენ ხოლმე ამ შემთხვევაში, ხო, რომის მოკავშირე და მეგობარი, როგორც ისინი ამბობდნენ ხოლმე. ამას, მაგრამ რომაელებმა აირჩიეს კავკასიაში ყოველ შემთხვევაში ის პუნქტები მონიშნეს, რაც ისი კონტროლის მათთვის იყო აუცილებლობა. ამიტომ აი როცა მე რომის იმპერიის უკვე იმპერიის და არა რესპუბლიკის ამ შემთხვევაში დიდ სტრატეგიაზე ვსაუბრობ ხოლმე კავკასიაში ამბობ ხოლმე რომ აი რამდენიმე ინტერესი ჰქონდათ. რა თქმა უნდა უღელტეხილები ყოველთვის იყო რომაელების ინტერესი, იქნებოდა ეს დარობანდი დარიალის ანუ კასპიის კარი და დარიალის კარი, იქნებოდა ეს თუნდაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის გადასასვლელები, რომელიც დაცული იყო სკანდასა და შორაპნის ციხეებით, ანუ სარაპანისისა და სკანდას ციხეებით და რა თქმა უნდა ეს იყო სანაპირო ზოლი, შავი ზღვის აუცილებლად იყო ამის დაცვა საჭირო და რომაელები ყოველთვის ელოდნენ
ხომ ყველა იმ ზღვის ყველა სანაპიროს კონტროლს, რომელზეც ისინი გასულები იყვნენ, ხო? ანუ ხმელთაშუა ზღვაზე იყვნენ და მარენოსტრუმი იყო, შავი ზღვაზე იყო და იქაც ფაქტობრივად ასე იყო, იმიტომ რომ იქაც ძირითად ნაწილს აკონტროლებდნენ ისინი, სანამ მე კონკურენტები არ გამოჩნდნენ, უკვე მე-13 საუკუნეში გოთების სახით, რომლებიც მე აქ შავი ზღვის სანაპიროებსაც ესხმიან, ხო? დროთა განმავლობაში. და შესაბამისად, აი რომაელების გამოჩენას მოყვა აქ გამაგრებული პუნქტების აშენება, იმიტომ რომ რომაელებს საერთოდ ახასიათებდა, სადაც მოვიდოდნენ, გარნიზონები უნდა ჩაეყენებინათ იმ ზონაში და იმის იქით უკვე გავლენა ვრცელდებოდა. შეიძლება უშუალოდ ადმინისტრაციას არ ეკონტროლებინა ისინი. ამიტომ ახლა მაგალითად ზოგჯერ ქართველი ისტორიკოსები უწოდებენ ხოლმე აი დასავლეთ საქართველოში რასაც ფლობდნენ იმას ლიმეს პონტიკუს, ანუ პონტოს ხაზს, რომელშიც შედიოდა აი ჩვენგან ჩამოთვლილი ფასისი, აფსაროსი, სებასტოპოლისი, თუნდაც ხო, პეტიუნტი და ანუ ამ პუნქტებში ყველგან იდგა რაღაცა გარნიზონი. ყველაზე კარგად არის აღებლად აღწერილი აქვს არიანეს თავიზოზე, პერიპლოს პონტი 6-იანი, ანუ შავი ზღვის გარშემო მოგზაურობა, როდესაც კაპადოკიის პრეფექტმა იმოგზაურა და იმპერატორ ადრიანესთვის შეადგინა ანგარიში, რომელშიც ეს ყველაფერი აღწერა მათემატიკური სიზუსტით, არა რაღაცა უბრალოდ ესეთ უბრალოდ ხატრულად კი არ მოგვიწევს. ტექნიკური ანგარიში ტექნიკურად, თუმცა არიანე მიდანთ კარგი ავტორი იყო და კარგად წერდა, რომ ის კარგად იკითხება ეს ტექსტი ძალიან და როგორი საჭირო რაღაც მითოლოგიური ისინიც კი აქვს რაღაც დეტალები შეტანილი, რომ აი ფასისატო ქვია ეს სახელი, მე იქ ის მედიას ძმა და თელი ამბები აქვს მოთხრობილი, რომ ბერძენია მაინც ეს კაცი და აშკარად ეთყობა აი ამ რაღაცა კულტურული გავლენა, ხო, ბერძნული, რომელიც მის ყველა ნაწარმოებში თავს იჩენს ხოლმე. ხა ბოლო-ბოლო ეს არის კაცი, ვინც დაწერა ალექსანდრე სანაბასისი თავის დროზე, შესაბამისად ძალიან დიდი ავტორი არის და აი მას თითქმის ყველა დასახელებული თან რა არის საინტერესო, რომ ის ამბობს როგორია ეს ციხე, ანუ ხის არის, ქვის არის, შიგნით რამდენი გარნიზონი დგას, რა უჭირს. ხო, აი ეს არის არ ვიცი, ამაზე მაგ ძვირფასი წყარო ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის აი ამ ზონის კარგად გასაცნობად, ხო. ეგ არის მანძილები რამდენი დაშორებული ისიც კი უწერია, ხო. რამდენი სტადიონია დაშორება და რომელი ტომის ახლობს. მე ეს სანაპიროს მოუყვება, აი თანამედროვე პუნქტებთან უკვე ჩვენ გასაშორებას გვაძლევს რომ რუკას მიუყვეთ ფაქტობრივად და ვთქვათ რომ აი აქედან აქ მოვიდა, აქ ეს გააკეთა და შემდეგ ის ხოშოს ამის რუკას გაკეთება კი მინდა ესე. ერთი რუკა უნდა გავაკეთო არიანის მოგზაურობის მარშრუტი, როგორ გაიარა ეს ისა ხო ტერიტორია და ის ჩამოდის და ამბობს ჯერ გონიო აფსაროში ჩადის, რომელიც ამ დროს აშკარად ყველაზე ესე შედარებით მსხვილი ისა, თავარი პუნქტი არის. მან ვიცით ხა არქეოლოგიურადაც ბევრი რამე დადასტურებული, მე-15 ლეგიონის დამღა აღმოჩენილი, ბოლო პერიოდში მე-7 ლეგიონისაც ამოვიდა და როგორც მახსოვს ბოლოს პოლონელებმა ასევე მე-10 ლეგიონის ისიც იპოვეს რაღაცა ნიშანი, ხო? მე მახსოვს ასევე მე-12 ლეგიონზეც იყო ხოლმე საუბარი, ფულმინატაზე ამ რეგიონში, მაგრამ ესენი უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ იყო სრული ლეგიონი, არც არ მდგარა ამ ტერიტორიაზე, ლეგიონს ჭირდებოდა ძალიან ვრცელი ბაზა ამ შემთხვევაში, რომელიც იყო თურქეთის ტერიტორიაზე, მცირე აზიაში, ეს იყო მელიტენი და სატალა, მე-12-მე-15 სადაც იდგნენ ხოლმე და იქიდან იგზავნებოდა ვექსილაციოები, კოჰორტები, ძირითადად აუქსილიარები ამ შემთხვევაში, რომელიც ამ ტერიტორიებს იცავდნენ. და ასევე ის დასახელოს პილა მურალიას ფასის ადგილზე, რომ ამბობს, რომ ხის არის რომაული სიმაგრეა, რაც ალბათ სამწუხაროდ ყველაზე ძნელად შემორჩება ხოლმე ამ შემთხვევაში, ხო? თუ მიწაყრილებს არ გავითვალისწინებთ, რაც არ ვიცი რამდენად არის დაფიქსირებული, იმიტომ რომ მაგალითად ეხა დაახლოებით 1-2 კვირის წინ მე ვიყავი ანტონინუსის კედელზე, იმაში შოტლანდიაში, რომელიც კედელის კი არაფერი აღარ არის შემორჩენილი ექთი ფაქტობრივად, მაგრამ აი ეს უზარმაზარი მიწის სამუშაოები არის რომაული შემორჩენილი, რომელიც აი ეგ უფრო გასაკვირია ხოლმე ზოგჯერ, რომ ამ ხელა მიწაყრილი და თხრილების გაკეთება, ამ ხელა 60 კილომეტრის მანძილზე არის გაკეთებული, ხო? ყველგან არაბუნებრივად იგრძნობა, რომ აი აქ არის რაღაცა დიდი სამუშაო შესრულებული, ხო, გათხრილია უზარმაზარი და მიუთმეტეს, რომ ეს თხრილები ხო იუსება დროთა განმავლობაში მერე. უფრო განიერი იყო და უფრო მაინც რამ ხელა შემორჩენილი, თითქოს ძალიან ბევრია ესეთი თხრილები. ხო, და აი რომაელების აი ეს ორგანიზებული კოლოსალური სამუშაოები ყოველთვის გაკვირვებას იწვევს ხოლმე. და აი ეხა მაგალითად მერე უკვე მე-19 საუკუნიდან, რა თქმა უნდა, ამ რეგიონში რაც როცა რუსეთის იმპერია დამკვიდრდა, რომ მე-19 საუკუნე არის ალბათ არქეოლოგიის ოქროს საუკუნეც გარკვეულწილად, იმიტომ რომ ამ პერიოდში გაჩნდა ინტერესი დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებით და დაიწყეს ნენელა აი ამ ქვეყნებში მოგზაურობა, შესწავლა და ასე შემდეგ და ჩვენთანაც ნენელა გამოჩნდნენ მოგზაურები, რომლებიც ამას აკვირდებოდნენ, დიუბუა, მონპერე და გამბა და ასე შემდეგ. ხო, ამრავი ჩამოდიოდა, რომელიც ნახულობდა ამას. დაიწყეს ნენელა შესწავლა ამისა და რა თქმა უნდა, მე ეს არქეოლოგიური რაღაცები რაც ამოდიოდა, ნენელა ამდიდრებდა ადასტურებდა ან პირიქით შეიძლება საწინააღმდეგო იმას ქმნიდა აი ამ თვალსაზრისით, ხო? აი ყველაზე მეტად შეიძლება აი არქეოლოგიურად რომაელების მასშტაბები, აი რომაული გავლენის მასშტაბები სად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში?
კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესოა. უცადე ცოტა შესავალი გამეკეთებინა. კი ბატონო. და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შეეხედა, ვეცდები რომ გამოგვყვე. პირველ რიგში მადლობა რომ დაინტერესდი არქეოლოგიური კუთხით, ეგრისის სამეფოს ისტორიის შესწავლისას. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ისტორიკოსი რატომღაც ხანდახან უგულებელ ყოფს ხოლმე არქეოლოგიურ მონაცემებს. არა და ამის გარეშე წარმოუდგენელია და შეიძლება ვთქვათ ანტიკური ხანის ან გვიან რომაული ხანის პერიოდზე ნაშრომი დაწერა და იქ არქეოლოგია უგულებელ ყოფს. გამორიცხულია ისტორიულ ხანაში კი რაღაც წყაროები გვაქვს, მაგრამ აი ძალიან პატარა გადახრებას გავაკეთებ, მოქალაქეებზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან კარგ მაგალითს გეტყვი, რატოა მნიშვნელოვანია არქეოლოგია და მისი როლი წერილობით წყაროების სიზუსტის გადასამოწმებლად რა. ჯუანშერი ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო ქართველ ისტორიკოსად მიიჩნევა, ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია ამასში, მაგრამ აი ნოქალაქებს როცა ახსენებს, ის ორჯერ ახსენებს ციხე-გოჯს, იგივე არქეოპოლის. ერთხელ ვახტანგ გორგასლის ლაშქრობის დროს და მეორე ურვანყრუს შემოსევის დროს და აი ესეთი საოცარი სიზუსტე აქვს დაჭერილი, რომელიც გამორიცხულია რომ უბრალოდ შემთხვევითობა იყოს. როცა მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ლაშქრობას ახსენებს, რომ მან აიღო ციხე-გოჯი, უბრალოდ ამბობს ციხე-გოჯს, ახსენებს ციხე-გოჯს და მაშინ როცა ურვანყრუს მიერ ნოქალაქების ამ ციხე-გოჯის დარბევას და განადგურებას აღწერს, ამბობს ციხე-იგის სამზღუდე, რომელარს ციხე-გოჯი შემოსრა. ხარაში აქვს საქმე. ყველასთვის ცნობილია, ვინც ნოქალაქებში ყოფილა და ან წაუკითხავს ციხე-გოჯი არქეოპოლის შესახებ, რომ აღმოსავლეთიდან მას აქვს 3 გალავანი. და ეს მესამე გალავანი შენდება იუსტინიანეს ეპოქაში. მე-6 საუკუნის 30-იან წლებში მას შემდეგ რაც ზავი დადო ხოსროსთან, ის იწყებს ეგრისის ციხეების გამაგრებას. კი. და ზუსტად იმ პერიოდის ქრონოლოგიაში ჯდება ნოქალაქების მესამე კვადროვან გალავანს ვეძახით, დიდი კვადრებით აშენებულია, საოცარი გალავანია და საქმე რაშია, მე-5 საუკუნის ამბების აღწერისას არ ახსენებს ამას, იმიტომ რომ არ არის სამგალავნიანი და მე-8 საუკუნის ამბების აღწერისას უკვე ამბობს რომ ციხე-იგის სამზღუდე. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, არქეოლოგია, არქიტექტურის ისტორია და წერილობითი წყაროები როგორ შეიძლება ერთმანეთს შეუსაბამო ან გამორიცხო. ამით ანუ იცნობდა ამ ტექსტს კარგად, ხო? ძალიან კარგად იცნობდა ამ წარმოიდგინეთ ციხე-გოჯის მშენებლობის ქრონოლოგიას, როდის რა დაემატა და ერთი და იგივე ავტორი მე-5 საუკუნეში მithumetes რო არც ვიცით ვინ არის ზუსტად. ხო. ჯუანშერი საიდან იყო რომელია. და რამდენი უზუსტობა აქვს და ზღაპრული ნაწილები, ხო? მეცი რა რაღაცნაირი იცი რა არის, მე მგონი გადაწერების და იმის შედეგად ეს არის ერთმანეთთან შერეული სხვადასხვა რაღაცის ისა, ნაერთი ასე ვთქვათ რა. ასე რომ დიდი მადლობა რომ ისტორიის მიმოხილვისას განსაკუთრებით ეგრისის შესახებ რაც უკვე თქვი რომ წირი ცნობები გვაქვს არქეოლოგიას განსაკუთრებული როლი ენიჭება და მადლობა რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტებ დღევანდელი გადაცემის ჩაწერა. რაც შეეხება სიტუაციას მას შემდეგ რაც რომი დაფუძნდა კავკასიაში ძალიან საინტერესოა და ხშირად მიფიქრი ამაზე რამხელა განსხვავება ამ დროს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ განვითარებას შორის. პომპეუსის დროს იბერია გახდა მეგობარი და მოკავშირე რომის, ამის მერე ის კოლხეთში ლაშქრობს, გაივლის და ეს რო საბრძოლო ლაშქრობა იყო, ამის დამადასტურებელია ის, რომ მერე ტრიუმფით შესვლის რომში იქ ყავს კოლხი ტყვეები. ხო, იბერიელებიც და კოლხებიც. კი ბატონო, რაც თითქოს გულისხმობს იმას, რომ იქ უბრალოდ არ გაუვლია და ბრძოლები გადახდა, მაგრამ ამით კოლხეთის სამეფოს ისტორია სრულდება და იბერიის სამეფოსი გრძელდება და იმ გაგებით კი არის ვასალი, ასე ვთქვათ, რომის მოკავშირე და მეგობარი. ხო, ესე დავარქვათ, მაგრამ კულტურულად, ეკონომიკურად ძალიან ვითარდება იბერია და ამის არქეოლოგიური დადასტურებაც გვაქვს შესანიშნავი და წერილობითი წყაროებით და ფარსმანქველია ამ დროს და ასე შემდეგ, მაგრამ არ ჩანს არც მეფე და არც ასეთი განვითარება კოლხეთში. პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში და აი აქ ისევ არქეოლოგიას რომ მოუხმოთ ის ძველი ძეგლები, რომელიც კოლხეთის სამეფოს პერიოდში არსებობდა დასავლეთ საქართველოში, მაგალითად იგივე ნოქალაქები, ქუთაისი, ვანი პირველ ყოვლისა. ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნიდან ამ ძეგლებზე არქეოლოგიური ფენები მესამე საუკუნის ბოლომდე ფაქტიურად არ აქვს. სრული სტაგნაცია და სწორედ მესამე საუკუნის ბოლოდან მეოთხეს დასაწყისიდან ხელახლა იწყება ვანია და სამწუხაროდ, მაგრამ ქუთაისის და ნოქალაქების აღმავლობა.
აი ესეც ძალიან საინტერესოა, ესეთი დისბალანსი გვაქვს. წვეტა არის რაღაც პერიოდი, ხო? სრული წვეტა. ფაქტიურად, აი თიძე ჩამოსაცვლელი კერამიკული რაც თავარი დამახასიათებელია კულტურული ფენის თიძე ჩამოსაცვლელი ნატეხებია აღმოჩენილი პირველიდან მესამე საუკუნეში. სახელმწიფოს ის არა, ასე ვთქვათ რა, კვალი რა. და ესაც ვიცით ის ვარიანტი ახსენე, რომ აქ სხვადასხვა ტომებით ცხოვრობენ, ასახელებს მათ მეფეებს ეძახის, რომლებმაც მეფობა მიიღეს ადრიანესგან. კეპტუხებსაც რო უძახნა ხოლმე. კი ბატონო და მათ შორის ერთ-ერთი არიან ლაზები, რომლებიც უკვე სადღაც მესამე საუკუნეში ცდილობენ თავიანთ გარშემო დასავლეთ საქართველოში ცხოვრების სხვა ტომების გაერთიანებას და ეს არის წინაპირობა ეგრისის სამეფოს, ანუ ლაზიკის სამეფოს წარმოქმნის, რაზეც, რა ვიცი, ვისაუბროთ, გავაგრძელებ. ხო, პლუს კიდე ვთქვათ ისიც, რომ გვიანდელ ხანაში მე კიდევ გამოყოფილია ხოლმე ესეთი სახელწოდება ჭანებიც, ხო, რომლებიც ფაქტობრივად არიან ბიზანტიის საზღვრებს იქით მცხოვრები იგივე ხალხი ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ლაზების იქიდან ნაწილი არის, რომელიც იქით კი დარჩა მოკლედ რომ. ის ლაზები, რომლებსაც დღეს ვეძახით ლაზებს. ხო, ესენი ნახდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ჭანები ამ შემთხვევაში. რომლებიც ძალიან ხშირად ფიგურირებენ სხვადასხვა ამ პერიოდის ომებში, აი განსაკუთრებით იგივე ლაზიკის ომში თვითონ რამდენჯერმე მოხსენებული მათი რაზმები და ეგ კი არა, ხა გვიან ბიზანტიის იმპერიაშიც იყო ხოლმე რამდენიმე ხალხი იყო, რომელზედაც ძირითადად გამოყავდათ ხოლმე ჯარისკაცები და ორი იყო მცირე აზიაში მასეთი, ერთი იყო ისავრიელები და მეორე იყვნენ ხოლმე ჭანები. ამ ორიდან გამოყავდა. ისავრიელები კი იმპერატორების გახდნენ, მერე ხო ზენონ ისავრიელი, საერთოდ იმპერატორი იყო ბიზანტიისა, ასე რომ სამხედრო ელიტას ეკუთვნოდნენ გარკვეულწილად და ჭანები ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ კიდე ფრონტის აღმოსავლეთ საზღვრების დამცველები იყვნენ ამ შემთხვევაში. და ეს სიმაგრეები რომელიც ახსენე გონიოდან დაწყებული ვთქვათ ბიჭვინთამდე თანამედროვე გეოგრაფიული სახელებით რო ვთქვათ. ანუ აფსაროსი, ფაზისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა ზღვისპირა დღევანდელი ფოთის სიახლოვეს სამწუხაროდ დაკარგულია სევასტოპოლის და პიტიუნტი. სწორად აღნიშნე, რა თქმა უნდა ეს არის რომის აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრების სისტემა. და პირველ რიგში მიმართულია ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩრდილო კავკასიის იქეთ ტერიტორიებზე მოსახლეობენ და გამოდვებით თავს ესხმიან შავ ზღვას, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ სანაპიროს და აქედან გზახსნილი აქვთ სხვადასხვა რომაული საზღვაო ქალაქებისკენ, ხო? და ამის დაცვას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და მე მოგვიანებით პროკოპი კესარიელი აკი აღნიშნავს, რომ ლაზიკის ერთ-ერთი მთავარი და ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ ის ყოფილიყო დამცავი ტიხრი რომისათვის ბარბაროსთა წინააღმდეგ. კი, სპარსელების თავარი ისიც ლაზიკის ომში პროკოპის ესე აქ ხასიათებული რომ ზღვაზე გასვლა უნდა, თუ რომ ფლოტი ააშენენ კონსტანტინოპოლს დაუპირისპირდნენ. კი ბატონო და გამოსვლოდათ ეს დიდი ოპერაცია, რა თქმა უნდა, დიდი საფრთხე იყო რომისთვის და აღმოსავლეთ რომისთვის და მე უკვე ბიზანტიისთვის, ხო? ცხადია დიდი საფრთხეა და ცოტა უკან რო წავიდეთ ფარსმან ქველსაც, იმიტომაც გაუწყრნენ თავის დროზე, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი მოახერხა და გაუჩინა იბერიის სამეფოს, ხო? ციტრიტებზე რო იყო, ხო, ეს ამბარი რო იქიდან. და ამის გამო რო იბარებს მე ადრიან და ჰარჩადის და მე ხო თან იცი რა არის არიანეს კაპადოკიის მართველი არიანეს მას გაუმეზობლდა ფაქტობრივად მაგით ხო საფრთხე შექმნა. ხო, საფრთხე შექმნა, რა თქმა უნდა, რომისთვის. კი, ნამდვილად. თუმცა ამ პერიოდში იბერია მოვიდოს ჭირდებოდა კიდევაც ძალიან რომს, იმიტომ რომ პარტია ქონდა დასაბალანსებელი აღმოსავლეთში და იქ ძლიერი მეზობელი სამეფო, რომელიც შენ მოკავშირე იქნებოდა და ასრულებს კიდეც ამ ფუნქციას ძალიან არის ჩარეული სამეზობლოს. გავითვალისწინოთ, თუ გავიხსენოთ პირველ საუკუნეში სომხეთში მიმდინარე ომები, რომელშიც იბერიას რომი პირიქით აქეზებს იბერიას, რომ მან აიღოს ეს ტერიტორია. და მოახერხებს კიდევაც ჯერ იქ ფარსმან პირველის ძმა მითრიდატე არის, მერე მისი შვილი რადამისტი არის მეფე და მე იკარგება რაღაც პერიოდის მანძილზე, თუმცა ფარსმან ქველის დროს ისევ ძალიან ძლიერდება იბერია. მაგრამ მე რაღაცა პერიოდი არის, აი ფარსმან ქველის მერე თითქმის მე-4 საუკუნემდე თითქოს ისტორიაში ისევ ჩდება რაღაცნაირი აი ამოჭრილივით ადგილი გარკვეულწილად რა. აი ეს ახასიათებს ხოშოს ანტიკურ ისტორიოგრაფიას, რომ აი როდესაც ბერძნები და რომაელები რეგიონში კარგად იყვნენ წარმოდგენილები ძლიერად. მაშინ ბევრი რამე ვიცით ამ შესახებ და როგორც კი მათი ინტერესები სხვაგან გადავიდოდა, რომ აღარ აქცევდნენ ყურადღებას იმდენად აღარ წერდნენ ამაზე, უცებ რაღაცნაირად ჩაბნელებული არის ხომ ეს მხარე ამ თვალსაზრისით, ხო? რა ძალიან ძნელი შესაძლებელია და აი ამ მომენტში ყველაზე მეტი როლი ეკისრება ხომ ისევ არქეოლოგიას
არქეოლოგიას გარკვეულწილად, იმიტომ რომ სადაც წყარო არ არის, იქ შეიძლება მიწაში იპოვო ისეთი რაღაცა, რამაც ისტორიაზე წარმოდგენა მოხდეს, რა ხდება ამ დროს. ხო და ის სწორედ მაგიტომ კი არიანი ასახელებს ამ ტომებს, ასახელებს მათ მეფეებს, პროცესს ცალკე რითაც არის მიულინებული საერთოდ ამ იდეალურად და დეტალურად ხსნის რომაულ გარნიზონების მდგომარეობას, მაგრამ არქეოლოგია კიდევ ერთხელ ვამბობ, არა შავი ზღვისპირა, რა თქმა უნდა, არაგონიო, აფსაროსის, არაბიჭვინთის, სებასტოპოლისის დაკარგულია უმეტესად. თვითონ ინტერლენდს რასაც ვიძახით ხმელეთზე, ვთქვათ რიონის გასწვრივ, ან სხვა მისი შენაკადების გასწვრივ ისტორიული ქალაქები და დასახლებები სადაც იყო. არ გვაქვს არქეოლოგია. ნიშნავს, რომ რაღაც აი ამ მითრიდატეს ომებმა, აი ამ პროცესმა ძალიან დიდი კვალი დაამჩნია აშკარად რა, ყოველთვის მე-3 საუკუნიდან სწორედ, მე-3 საუკუნის ბოლოდან არქეოლოგიურად კარგად ჩანს, რომ იწყება ხელახალი აღორძინება ამ პუნქტების. ახლა მაგალითად ნოქალაქებზე და ქუთაისზე რომ ვაპარაკობთ, არ დაგვაუწყოთ, რომ სულ ცოტა თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემები სულ ცოტა ქრისტეშობამდე მე-8 საუკუნიდან პირველ საუკუნემდე ინტენსიური ცხოვრება მიდის, უწყვეტი ცხოვრება მიდის ორივე ძეგლზე. ხო. და ძალიან დიდი დასახლებაა ორივე. მაგრამ პირველიდან მე-3-მდე წყვეტა და ისევ მე-3 საუკუნის ბოლოდან ხელახალი აღმავლობა იწყება. და რაში გამოიხატება ეს? რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე ამდროინდელი კულტურული ფენები, ანუ არქეოლოგიური ფენები, გვაქვს სამშენებლო ფენები. და კარგად აჩვენებს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კარგად აჩვენებს იმ უბედურებას რაც ხდება იმ დროს ეგრიში რომ მე-4-დან მე-6 საუკუნემდე მაგალითად ნოქალაქებში გვაქვს სულ ცოტა 3 სამშენებლო ფენა. შენების, ნგრევის, შენების და საბოლოოდ უკვე მე-6 საუკუნის მერე კიდევ ხდება მათი განადგურება. ხო, იცი რა არის, ამავე დროს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აი ეს ძეგლები მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვიძახით მას, რომ აი საკმაოდ დიდი ზომის არის დასახლებს, ამას გავითვალისწინოთ და ჩვენ საქართველოს მასშტაბებს შეგულისხმობთ, იმიტომ რომ ახლა კავკასიის მასშტაბით. ხო, ეს რომ ჩვენ მაგალითად იგივე მცირე აზიის ან ირანის ან ამ ტერიტორიების ისტორიულ ძეგლებს შევადაროთ, ზომით გაცილებით უფრო მოკრძალებულია ეს ყველაფერი, მაგრამ საქართველოს მასშტაბებისთვის, რომელიც თაგორიანი ქვეყანა არის და პატარა რესურსების და მიწების ამ შემთხვევაში იქ ეს დიდად ითვლება ამ შემთხვევაში რა. და ესაც ხო არ არის როგორ გითხრათ თავის საქებრად აშენებული ციხე-ქალაქები. საჭიროებიდან გამომდინარე ის ზომაც ხო, რაც უფრო დიდია ქალაქი შეიძლება ლამაზი იყოს და სატრაბა ხო ასე ვთქვათ, მაგრამ იმას დაცვა სჭირდება. მეტი ხარჯის არის ამავე დროს. ჯერ სამშენებლო ხარჯი და მე დაცვა. კი, რა თქმა უნდა. ფიზიკურად ვერ დაიცავ ხო, როცა რაც არ უნდა მაღალი კედლები კონდეს, თუ იქ არ დგას შესაბამისი რაოდენობის გარნიზონი, მომარაგებულისაც თანადო რაოდენობის საკვებიც და ასე შემდეგ. ლოჯისტიკა ცალკე პრობლემაა ყოველთვის. რომელიც განსაკუთრებით აი ლაზიკის ომში, რომელიც ძალიან კარგად არის გამოჩენილი ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ როგორც იქ ცოტა უფრო დიდი ჯარები შემოვიდნენ, აი იმპერიები როცა ებრძვიან ერთმანეთს, ორივე ძალიან გაუჭირდა უკვე იქ მოქმედება. ხა შეიძლება იქ ლაზებისთვის ადგილობრივ პირობებში თავიანთი მასშტაბებში საკმარისი იყო, მაგრამ იქ რო შემოვიდა ეხა ბიზანტია და სასანური ირანი და ორი ამ ხელა ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს, ორივეს მოშივდა მე რა განმავლობაში იქ ხო? ხშირად უსვამს ხალხს პროკოპი ხომ. კი და გზები ძალიან რთულია დასავლეთ საქართველოში მოხვდა როგორ მოხდნენ სპარსელები იქ. რა თქმა უნდა ლაზების დახმარებით. თორე ეს აზრათაც არ გაუვლიათ რომ შესულიყვნენ, იმიტომ რომ ურთულესი ბიოგეოგრაფიული გარემოა. და რა ვიცი, თითზე ჩამოსაცვლელია დიდი აღმოსავლელი დიდი ძალები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ყოფილა. უფრო მერეც კი, შუა საუკუნეებშიც კი. თურქ-სელჩუკები არიან ერთი შემთხვევა, რომელიც ალიდან გადადიან. არის მაგრამ ისიც ეგ იყო და ეგ ფაქტობრივად. მონღოლები იყვნენ ისიც კი არ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში, ესე მარტივი არ არის. იქ გადასვლას რა უნდა? მე იქ ფეხის მოკიდება. რა თქმა უნდა, ურთულესი. მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ აქ არსებობს ზუსტად აი შენს მე აღწერილი თავდაცვის სისტემა, რომელიც ასრულებს იმას, რომ ჩაკეტოს ეს უღელტეხილები და არ გამოატაროს იქიდან მოწინააღმდეგე. იგივე ეს სკანდესა და შორაპნის ციხეები ამ ფუნქცია იყო ზუსტადაც. იგივე დიმნა. როდოპოლისის გზად იყო უკვე იქ და მოკლედ კი, რომელიც ზეკარიდან გადმოსასვლელს აკონტროლებს. ასე რომ ასე მარტივად ნამდვილად არ იყო საქმე, ამიტომ იყო რომ თუ გასაჭირი იყო ხოლმე ზოგჯერ აღმოსავლეთ
საქართველოს მეფე გარბოდა ხოლმე ხშირად. იქითკენ, იმიტომ რომ იცოდა რომ იქ ვერ გამოიკიდებოდნენ. თავშესაფარი იყო გარკვეულწილად. არ უღირდათ გაკიდება ასე. ხო, არ უღირდათ გაკიდება. ხა ეგრე იყო მაგალითად 523 წელს, როდესაც იბერიის მეფე გურგენი გაიქცა იმაში ლაზიკაში, აი სად როგორც კი საფრთხე გაუჩნდა იქ რომ აი რა სპარსელები გვესხმიან თავს და ისინი აპირებენ რომ ზოროასტრიზმი დაამკვიდრონ, წაშუალებები ასე შემდეგ და შემდეგ და მეფე აჯანყდა ხო და ნახა რომ ვერ უმკლავდება ამ სპარსელებს, დაადო თავი და გადავიდა დასავლეთში. მაგალითად ასევე ზოგჯერ ითვლება ხოლმე რომ აი 482-94 წლების აჯანყება რო ვახტანგ გორგასლის აჯანყება, რომელიც ლაზაპარპეტსაც აქვს აღწერილი, ითვლება რომ ისიც სავარაუდოდ თავსაფარებდა ამ პერიოდში ლაზიკაში. ხო, ამიტომაც არის რომ აი ეს ძალიან გეოგრაფიული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და ეს ბარიერი, რომელიც არსებობდა, ბუნებრივი ბარიერი ამ შემთხვევაში, არა მარტო ამას უწყობდა ხელს, არამედ ორი სხვადასხვა კულტურული გავლენის ზონის დამკვიდრებასაც უწყობდა, იმიტომ რომ სადაც ერთ მხარეს უფრო მეტად იყო სპარსული აღმოსავლური გავლენა, მეორეგან უფრო მეტი იყო ხოლმე ამ შემთხვევაში ბერძნული მძლავრობდა. ეს წარწერებშიც გამოიხატება, კულტურულ თავისებურებებშიც გამოიხატება, სამშენებლო ტექნიკაშიც გამოიხატება, ნივთებში და ყველაფერში ამ შემთხვევაში, ხო? მათ განსხვავებულობა იყო გარკვეულწილად, რომელიც მერე დროთა განმავლობაში მოხდა ამ ორივეს ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოება არევა ამ შემთხვევაში, ხო? რაც ძალიან ბუნებრივი მოვლენა და ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანაში გეოგრაფიის გაუთვალისწინებლობა ამ შემთხვევაში არაფერს არ მოგცემს. ბუნებრივი უნდა გავითვალისწინოს. აი რომაულ გავლენაზე რო საუბრობდი ნიკა. ყოფით დონეზე ძალიან კარგად ჩანს, განსაკუთრებით ჩანს არქიტექტურულ დონეზე. ეს არ არის უბრალოდ აი მეოთხე საუკუნიდან განსაკუთრებით დიდი მშენებლობები იწყება და ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს უზრუნველყოს აი ამ პატა წარმოიდგინეთ რომის იმპერია, სასანური იმპერია და ამ დროს ჯერ საქართველოს მასშტაბი რა არის და მე მისი ნახევარი დასავლეთ საქართველო და იქ დამოუკიდებელი მეწნაკებად დამოუკიდებელი სამეფო არსებობს. რომელიც ერთის მხრივ რომაული გავლენისგანაც ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, იმიტომაც არის რომ აი ამ არქეოპოლისი რჩევენ თქვა დედაქალაქს ქვეყნის სიღრმეში და არა თქვა ბაზის, რომელიც კულტურული ცენტრია ისტორიულად მოყოლებული, ხო? ზღვისგანაც უნდა რომ ცოტა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. თანამედროვე სოფელი მოქალაქეები, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, უფრო ახლოა სვანეთთან და აფხაზეთთან. და არ დაგვაგვიწევს რომ ეს ლაზიკის მეფეები, რომლებმაც დაიმორჩილეს მეზობელი ტომები და გააერთიანეს დასავლეთ საქართველოს, ცდილობენ რომ კონტროლი დააწესონ მუდმივი ამ ჩრდილოეთის ტერიტორიებზე. და ამიტომაც რატომ არა ვთქვათ ქუთაისში, ხო? გადააქვთ თავისი სამეფო რეზიდენცია უფრო სიღრმეში ქვეყნის. თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან დიდია აი გამოვლენილ არქიტექტურაში და არქეოლოგიაში რომაული გავლენა. თქვენ რო დააკვირდეთ მოქალაქეები არქეოპოლისის ხუროთმოძღვრებას, დაგჭირება ჩდაბეჭდილება რომ მისი ამშენებელი მისი დაგეგმარებისას პირდაპირ ხელმძღვანელობდა ეს ცნობილი რომაელი არქიტექტორის ვიტრუვიუსის სახელმძღვანელობით. თითქოს გადაშლილი ჰქონდა და პუნქტობრივად მიყვებოდა აი მის რეკომენდაციებს. ხო, ვიტრუვიუსი ვიცით რომ უდიდესი ფიგურაა რომაული არქიტექტურის. კი, ფაქტობრივად მას აქვს აი ეს ზომების რითიც ხდება ამ დადგენა ამის. არა თუ ზომები. ის საუბრობს აი ძალიან ყოფიძე რო გადავიდეთ როგორ უნდა აშენდეს სურსათისთვის საწყობი. საიდან უნდა ქონდეს ფანჯარი და საიდან კარი. აი ესეთი წრულმანებით იწყებს და მე ასრულებს თქვა ქალაქი, ახალი ქალაქი რო უნდა დაარსო, საჯობია დაარსო, გზები საიდან უნდა მიიყვანო. აი და როცა ათვალიერებ მოქალაქეს რწმუნდები რომ იმ ადამიანს შეიძლება კონკრეტულად ვიტრუვიუსს არ, მაგრამ რომაული არქიტექტურის ძალიან დიდი ცოდნა ჰქონდა. იყო ქართული ისტორიოგრაფიაში ესეთი აზრი დამკვიდრებული, რომელსაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ აი მაგალითად კონკრეტულად მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქია, ორი აზრი არ არის ამაზე თავისი ზომებიდან გამომდინარე, კავკასიაში ამ პერიოდის ძეგლებიდან არც ერთი არ არის მოქალაქეების ხელა, 15 ჰექტარი არის. ისე როგორც აღნიშნე, საქართველოს და კავკასიის მასშტაბით ძალიან დიდია. თბილისი იბერიის დედაქალაქია და ნახევარიც არა, იმდროინდელი თბილისი. იმდროინდელი არქეოპოლისი და ამ ნოქალაქებზე იყო მოსაზრება არქეოპოლისის რომ ეს არის უბრალოდ ადმინისტრაციული ცენტრი და არ არის კლასიკური გაგებით საქალაქო ცენტრი, სადაც არ არის ვაჭრობა, ხელოსნობა და ასე შემდეგ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში ის რომ
ის არქეოლოგიური ფენები, რომელიც აღმოჩნდა მოქალაქეში მას შემდეგ რაც გათხრები დაიწყო, ბევრად იყო შელახული. წარმოიდგინეთ გათხრები რომ დაიწყო იქ 1973 წელს იმ პერიოდში ნაქალაქარის ტერიტორიაზე იყო 6 მოსახლე სოფლის ნაწილი იყო თანამედროვე სასაფლაო მე-6 საუკუნის სასახლეზე დაშენებული იყო ხის სკოლა იქვე იყო პატარა საავადმყოფო სოფლის აბრეშუმის საშრობი ფაბრიკა ყანები ხო წარმოგიდგენთ როგორ ქონდა დაზიანებული აი ამ ყველაფერს ამ ყოფა ცხოვრებას ის კულტურული ფენები და ბევრი იყო მოხსნილი და ბევრია დაკარგული და ამიტომაც შტაბ-ჭრილება რჩება რომ აქ არ არის ინტენსიური ცხოვრება და აქ უბრალოდ ვთქვათ ადმინისტრაცია მსახურობს და ჯარი არა რა თქმა უნდა ესე არა მომდევნო წლების გათხრება ძალიან კარგად წარმოაჩინა რომ ეს არის კლასიკურად დაგეგმილი თავისი უბნებით ტიპიური გვიანრომაული ქალაქი. თავისი გალავნებით, კოშკებით, 3 ჭიშკრით, 2 სამეფო სასახლით, 2 აბანოთი, რომელიც ერთი უნდა ყოფილიყო დიდებულებისთვის, ან მმართველი ელიტისთვის, მეორე გარნიზონისთვის. ბარაკები, ციხის თავის რეზიდენცია, 6 ეკლესია. როგორ შეიძლება აი ამ ჩამონათვალის მერე ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ესე სამსახურებისთვის განკუთვნილი რაღაცა გალავნებით შემოზღუდული ტერიტორია. ესეც არ საშენებდნენ. ძალიან კარგად არის ცნობილი. ხო, ქალაქი იმის ქალაქია, რომ გალავნებით იყოს დაცული და იქ ინტენსიური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებიც მიმდინარეობს გარდა იმისა, რომ მართავს გარკვეულ ტერიტორიას. ასე რომ მოქალაქეებიც კაი მაგალითია და არაერთ სხვა ძეგლზე მაგალითად გვინახავს ყველას პომპეუსის ქუჩები. შეიძლება ისეთი მასშტაბის არა, მაგრამ მსგავსი რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩებია დაფიქსირებული. კი, პომპეი, ჰერკულანუმიც ესე. ჰერკულანუმი და სხვა ბევრი ისა, ხო? აი ესეთი ქუჩების ფრაგმენტებია დაფიქსირებული ქუთაისშიც მაგალითად და სწორედ ეს პერიოდი მე-5 საუკუნე, მე-6 საუკუნე და ნოქალაქევშიც აი ჭიშკრის მიმდებარედ. ჭიშკრების განლაგება რომ ნახოთ ნოქალაქევში, კიდევ ერთხელ იფიქრებთ რომ ვიტრუვიუსის ციგნი ქონდა გადაშლილი, ან თვითონ ვიტრუვიუსი განახობდა რომ ესე გაეკეთებინა. ვიტრუვიუსი ამბობს რომ იმისთვის რომ დაიცვაო ქალაქის მისადგომებიო, გზა უნდა მიიყვანო მარცხენა მხრითო რომ მოიერიშე ჯარისკაციო გალავანთან დადგესო მარჯვენა დაუცველი მხრითო. ნუ მარჯვენაში სატევარი უჭირავს, მარცხენაში ფარი, ხო? მარტივი ლოგიკა. რახან ნოქალაქევში გაშლილ ადგილას იყო ეს ჭიშკარი. გზას კი არ შეუცვალეს მიმართულება, ჭიშკარს შეუცვალეს მიმართულება და პირდაპირ უყურებ გალავნებს მარჯვენა მხრიდან აქ ჭიშკარი შესაძლოა შვერილი აქ გალავანს და მარჯვენა მხრიდან ჭიშკარში შესასვლელი და აი ეს ქმნის იმ ხაფანგს მოიერიშეებისთვის რაც უზრუნველყოფს ქალაქის დაცვას იდეალურად და იმიტომაც იყო ხო საბრძოლო სპილოებით უტევდნენ სპარსელები და ორგზის და ვერაფრით ვერ მოახერხეს ხო ვერა ნუ მურვანყრუ რო იღებს ამაზეც ვთქვათ ქართულ წყაროებში გვაქვს ეს ინფორმაცია მურვანყრუ ის კი არა იყო ის უბრალოდ შემოსრა იქ უკვე ჯარი აღარ დგას. არა ხო, ბიზანტიას უკვე დიდი ხანი დატოვებული. ბიზანტიას დიდი ხანია დატოვებული აქვს. ჯერ კიდევ მე-8 საუკუნის დასაწყისში ტოვებს თეოფანე ჟამთაღწერელის ცნობა თუ გახსოვს, რომ არაბებმა გადაწყვიტეს იქ რომ ჩამდგარიყონ და ბიზანტიელები ტოვებენ და მერე უკვე ანუ არაბები ისედაც იქ არიან და არაფერი ის არ სჭირდებათ მისი ალყაში შემოქცევა და არც არავინ არ შიგნით დამცველი. და პოტენციურად დაანგრია ალბათ. და დაანგრია იმისთვის რომ ტოვებს და არ გამოიყენოს ვინმე მის წინააღმდეგ. რაც გააკეთეს ბიზანტიელებმა სპარსელების წინააღმდეგ მე-6 საუკუნეში. პეტრაშიც, ქუთაისშიც და სხვა ციხეებს. ხო, არ გამოუსადეგარს წყდიდა ხო გარკვეულწილად, ხო რა. ამავე რა არის საინტერესო იცი, აი თუნდაც ჩვენ ვამბობთ რომ ხა ეგრისის სამეფო ეგრისელზე მე-4 საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას და აი თითქოს რაღაც პერიოდი რო არ იყო არაფერი თითქოს და მე უცებ აღორძე. აი ის რაღაცა პერიოდი რომელშიც აი ეს არაფერი არ ხდება ხოლმე რა, რისგან შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული, აი რა არის, რომაელები მაგალითად პროვინციას არ ქმნიან, ხა იმ ტერიტორიაზე არაფერი, ხო? ერთი ის არის, რომ პერიპლუსის ცნობები არიანი ასაწერს, რაღაც ტომები ცხოვრობენ და შემდეგ, მაგრამ აი საინტერესო რომ ამდენი ხნის მანძილზე რაღაცა უწინდელი ტრადიცია, რაც არსებობდა აქ სამეფოსი, რატო დაიკარგა ამდენი ხნის მანძილზე, ასე რომ საერთოდ არანაირი კულტურული კვალი აღარ შემოგჩა ამისი. ძალიან საინტერესო კითხვაა და პირდაპირ პასუხი ამაზე არ არსებობს, ჩემი აზრით რა. როგორც ვთქვით, პირველ საუკუნეში ეს დიდებული კოლხეთის სამეფო ეცემა საბოლოოდ რომი თავის სასაზღვრო პუნქტებს ქმნის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და არქეოლოგიაც და ნუ პრინციპში წყაროებით თუ ეხა არიანეს არ ჩავთვლით, ბევრს არაფერს გვიყვებიან დასავლეთ საქართველოს შესახებ.
რაში შეიძლება იყოს ერთი აი ამ მითრიდატეს ომებმა და მე შიდა სამოქალაქო ომებმა რაც თან ახლდა მითრიდატეს ომებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ხო ცოტა უკან რო გადავიდეთ ვანის ნაქალაქარი პირდაპირ აღმოჩენილია ის ჭურვები რომელთაც ის დაინგრა მიწასთან არის გასწორებული ვანი და ამან ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან იმოქმედა და დემოგრაფიაზეც ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მეორე ძალიან უჭირს უკვე როგორც ჩანს იმ საზოგადოებას ხელახლა მომძლავრება და მესამე რასაც ვფიქრობ თუმცა ეს არ არის დადასტურებული შესაძლოა კლიმატურ ცვლილებებთან მქონდეს საქმე შავი ზღვის მეც რაღაცა მოქცევასთან რამაც შესაძლოა გამოიწვია ის რომ აი ეს ქვეყნის შიდა ტერიტორიები უფრო მეტად გამოუსადეგარია იმისთვის რომ ეკონომიკა მოაძლიერო. ზოგადად რაზე იდგა ეგრესის სამეფოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკა. რა თქმა უნდა ერთი უსაფრთხოებაზე რომ ეს არის რომაელების ნაწილობრივ დახმარებით ნაწილობრივ გეოგრაფიის აუცილებლად და ანუ ასევე შეთანხმების სიტყვიერი თუ წერილობით შეთანხმებით ეს არ ვიცით მაგრამ ფაქტია რომ შეთანხმება რომ ლაზები არც ხარკს იხდიან არც ლაშქრობებში მონაწილეობენ ერთადერთი ფუნქცია აქვს ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელების ჩაკეტვა რაც თავიანთ ინტერესებშიცაა ხო პირველ რიგში და ეს უზრუნველყოფს მშვიდობიანობას ქვეყანაში და ტრანზიტული დერეფანი კეთება ეხლა დღესაც ძალიან აქტუალურია ხო საქართველოს როგორც ტრანზიტული რეგიონი აი ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საფუძველი ამ ქვეყნის წარმატების რაც საბოლოოდ და სამწუხაროდ მოიშთო იუსტინიანეს ხანაში როცა ციხისძირში სვავს თავის მოხელეს იოანე ციბეს და პირდაპირ წერია ხო პროკოფი კესარიელი წერს რომ ის იღებს ამ ეკონომიკურ სადავებს თავის მონოპოლიზებას აკეთებს და ამას მონოპოლიონი ქვია მთელ მცირე აზიაში და მთელ თავის პროვინციებში ამას აკეთებს იუსტინიანე. ოღონდ პროკოფი გვიყვება ისე რომ იოანე ციბემ აურდაურია ურთიერთობა ამას დაბრალდა ყველაფერი ხო რომ იუსტინიანეს და ლას შორის საქმეები გააფუჭა იოანე ციბემ. რა თქმა უნდა დავალებული ჰქონდა ეს და არის და რას ამბობს რომ თავის უვარგის საქონელსო ზვირად ყიდდაო ლაზებზეო და ლაზების კარგ საქონელსო ძალიან იაფად იღებდაო თვითონ იმპორტისთვის. ასე რომ ძალიან კარგად ჩანს ექსპორტისთვის ბოდიში. ძალიან კარგად ჩანს რომ ძალიან კარგად ჰქონდათ აწყობილი ლაზებს. სხვა წყაროც გვაქვს რომ ლაზებმა ნაოსნობა ძალიან კარგად ისწავლესო და დიდ სარგებელსაც ნახულობენ ამ საზღვაო ვაჭრობითო, ხო? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ბაზისი, რომელიც მე-6 საუკუნიდან მოიშთოდა. ჩანს რომ მანამდე ამის ორგანიზატორიც არავინ იყო აი პირველ მეორე მესამე საუკუნეებში და იმიტომაც ვერ შედგა ეს. და შეიძლება იცი რა გარკვეულწილად რომაელთა გავლენის შესუსტებასაც შეიძლება გამოეწვია ადგილობრივებზე მეტი პასუხისგებლობის გადაბარება, იმიტომ რომ მესამე საუკუნე არის პერიოდი, როცა რომში არის მესამე საუკუნის კრიზისი, რომელიც დროსაც რომს თითქმის აღარცალია აი ამ განაპირა რეგიონებისთვის ძირითადად შიდა დაპირისპირებაშია, ეკონომიკური პრობლემები აქვს, ინფლაცია საშინელი იმპერიაში და შეიძლება ადგილობრივებმა უფრო მეტი პასუხისგებლობა აიღეს აი ამ ტერიტორიაზე რომელიღაცა ლიდერს რო შედარებით გაერთიანებინა ეს ტომები და რაღაცა ხელს უწყობს რომი, იმიტომ რომ აი ეს რომს აწყობს ეს გარკვეულწილად ვინც ჩამოთვლილი ყავს არიან ეს რამდენად ასე ვთქვათ სტრუქტურულ ერთეულთან უწევს რომს საქმის დალაგება და ეხლა უკვე ურჩევნია რომ აი ეს ლაზები რომლებიც მოძლიერდნენ და იმორჩილეს სხვა ტომები ერთიანი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს მასთან კონდეს საქმე ნუ ხელს თუ არ უწყობს არ უშლის მაინც და ამით ისარგებლეს ლაზებმა რა თქმა უნდა შიდა არეულობა უნების და გუთების თავდასხმების სისტემატური ხო რომს აღარცალია ეს ძალიან უკიდურესია ხო პერიფერია რომის იმპერიისთვის ეს ტერიტორიები და ვერ იცლის ფიზიკურად და ურჩევნია ერთი სტაბილური მოთამაშე ყავდეს მოკავშირე თუ ვასალი როგორც დავარქმევთ და ამითი დაალაგოს იმ ეტაპზე სიტუაცია და მე უკვე მე-6 საუკუნიდან სხვანაირად გადაწყვეტს ამ პრობლემას. საინტერესოა ხოლმე რომ ზოგიერთი ავტორი აი მაგალითად მგონი ბრაუნდიც უწოდებს ლაზიკის იმპერიასაც უწოდებს ხოლმე ამას მცირე მასშტაბის ბუნებრივია მაგრამ რა თვალსაჩინო იმიტომ რომ როგორც თქვით აქ ბევრი სხვადასხვა ტომი ცხოვრობდა და ლაზებმა რახან გააერთიანეს ეს ყველანი და იქ წერია რომ აი აბაზგები აფსილები მისი მიელები სვანები და შემდეგ ემორჩილებიან ლაზიკის მეფეს აი ამ ფორმით უწოდებს აი ბჭყალებში ხოლმე ხო რომ იმპერია ამ თვალსაჩინო იმიტომ რომ ეს სხვა ხალხები ამ ერთმა ტომმა შეკრება გააერთიანეს კონსოლიდაცია მოახდინა ხო იმიტომ რომ ხა ეს ის პერიოდია როდესაც ერთიანი იდენტობა ყველა ხალხს რა თქმა უნდა ეს ერთად ზუსტად ერთდეგივი არა აქვს
გვაქვს და რელიგიურადაც კი არსებობს ჯერ კიდევ სხვაობები მათ შორის, ხო? აი აქ მოვდივარ ძალიან საინტერესო დეტალზე, რომელიც არის რელიგიური თავისებურება ეგრისის სამეფოში, იმიტომ რომ აქ ჩვენ სხვადასხვა ტიპის ცნობები გვაქვს და ასევე არქეოლოგიური მასალაც. ამ ცნობები ხა ჩვენ გვაქვს როგორც რა თქმა უნდა ტრადიცია, რაც არის ქართული, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ საუკუნიდან აქ ქრისტიანობის გავრცელება იწყება. მერე გვაქვს რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში რომ უკვე მკვიდრდება ნენელა, მაგრამ წყაროებს თუ მივყვებით, მაგალითად ჯერ კიდევ მე-5 მე-6 საუკუნეებშიც კი ჩანს, რომ ჯერაც არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი ამ შემთხვევაში აქ ქრისტიანობა არის ძიწამყვანი თუ ზოროასტრიზმი, იმიტომ რომ იგივე მე-6 საუკუნის დასაწყისში იგივე პროკოპი კესარიელი მოგვითხრობს, რომ ლაზები რაღაც პერიოდის სპარსელების მხარეს არიან და ის მეფე როცა ჩადის კონსტანტინოპოლში, მწათე პირველი ხელახლა იღებს ის ქრისტიანობას ნათლავენ მას, ხო? იმიტომ რომ ის ამბობს, ის დამნაზე და ეს მწათე თავიდან იყვნენ რაღაც ზოროასტრიზმისკენ იყვნენ გადახრილები, ხო? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ არ არის ბოლომდე იდენტობის ნაწილი რელიგია, არამედ იყალიბებს ნენელა ყალიბდება ამ შემთხვევაში ამათ, ხო? მაგრამ აი რა შეიძლება ითქვას არქეოლოგიურად ამაზე? აი მე-3 საუკუნის აქეთ უკვე რა რელიგიების კვალი იკითხება ხოლმე ლაზიკაში? ძალიან საინტერესოა ამ ხრივათაც არქეოლოგია რას გვეუბნება. ნუ დავიწყოთ იქედან რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში არქეოლოგიურად კარგად დათარიღებული ორი ნაეკლესიარი გვაქვს აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში. ერთი არის ბიჭვინთაში, ანუ პიტიუნში. სადაც ჯერ კიდევ შეიძლება თქვა რომ რომაული გავლენა დიდია ცხადია და არ არის გასაკვირი, აქ გავიხსენოთ ნიკეას პირველი საეკლესიო კრება და ეს ბიჭვინთელი, ანუ პიტიუნთის ეპისკოპოსი სტრატოფილოსი, რომელიც 325 წელს იქ მონაწილეობს. ეს ერთი და ნოქალაქევში, ანუ არქეოპოლისში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქია და მის სამეფო უბანში აღმოჩენილი აი ზუსტად ბიჭვინთის ანალოგიური ნაეკლესია არის ნაშთი, ეკლესიის ნაშთი. ისი აფსიდა და საკმაოდ დიდი ზომის ტაძარია და ეს არის დადასტურება, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში ლაზიკა როგორც სახელმწიფო ქრისტიანულია. ხო, აქ ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ მოსახლეობის რა პროცენტია ქრისტიანი და ხო, მაგრამ ნუ არის სუმცირე ელიტურ დონეზე მაინც. კი, დედაქალაქის სამეფო უბანში რახან გაკ ნაეკლესია ეს მიუთითებს, რომ ამ დროს არის სახელმწიფო ქრისტიანული. და აი ძალიან პატარა მონაკვეთში ნაქალაქარზე ნოქალაქევში გვაქვს ამ ეკლესიების შენებისგან გრევის რამოდენიმე ფაზა. როგორც გითხარით, სულ 6 ეკლესიის ნაშთი აღმოჩენილი ნოქალაქევში, მათგან 2 მოქმედია დღემდე. და რა ხდება? მე-4 საუკუნის დასაწყისში შენდება ის ტაძარი, რომელიც ვახსენე, რომელიც მალევე ინგრევა. ჩვენ არ ვიცით რეალურად მიზეზი რა არის ამ გრევის შემოსევა, მიწისძვრა თუ ადგილობრივების ვთქვათ რელიგიური ორიენტაციის ცვლილება. მე-5 საუკუნის დასაწყისში ახალი ტაძარი შენდება მის თავზე, უკვე სამნავიანი ბაზილიკა, ზომით ცოტა დიდი, რომელიც ასევე ინგრევა მე-5 საუკუნეში და მე-6 საუკუნეში გვაქვს დასაწყისში გვაქვს საოცრება ხდება. აშენებენ სასახლეს და მისი მეორე მე-3 სართულზე ასასვლელი ქვის კიბის საძირკველს საფუძველს აშენებენ ამ მე-5 საუკუნის ნაეკლესიარზე, ნაშთზე. უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ აქ ეკლესიაა. თითქოს დემონსტრაციულად აშენებენ სასახლის, ანუ საერო ნაგებობის კიბეს საეკლესიო ნაგებობაზე, ქრისტიანულ ნაგებობაზე. რაც თითქოს ანიშნებს, რომ ეს ჩემთვის არ არის პატივსაცემი, მე ეს არ მედარდება. ეს ერთი, რაც კარგად აჩვენებს აი წყაროებში ალაგ-ალაგ შემორჩენილ ინფორმაციას მე-5 საუკუნეშიც, მე-6 საუკუნეშიც, რომ ლაზი მეფეები რელიგიას ხშირად იყენებენ პოლიტიკური ორიენტაციის არჩევისათვის, ხო? გუბაზიც აკეთებს ამას, წათეც აკეთებს ამას. და თითქოს ამის ანარეკლი უნდა იყოს აი ეს არქიტექტურული, არქეოლოგიური და სამშენებლო ფენები, რომელიც ნოქალაქევშია გამოვლენილი. გარდა ამისა, ციტადელში, ანუ დედაციხეზე, რო ვთქვათ, მარტივად გასაგებია იყოს, ან აკროპოლისში, ნოქალაქევის, არის კიდევ ერთი ეკლესია, პატარა ეკლესია გარნიზონისთვის, რომელიც არის აშენებული ჯეგემისარონის სახელზე, ესე ეძახიან ადგილობრივები ჯეგემისარონს და ჯეგე ნიშნავს წმინდა გიორგის უпростоრად მეგრულად და ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ოღონდ თან მოусდევს სიტყვა მისარონი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მისრას, ანუ მითრას. მითრაიზმი ზოგადად ვიცით რომის იმპერიაში როგორი პოპულარული რელიგია იყო და მათ შორის სამეგრელოში არამხოლოდ ნოქალაქევში გვიან შუა საუკუნეების ტაძრები გვაქვს ჯეგემისარონის ან ჯგემარიონის სახელობის. და ეს მითრა თავისი ატრიბუტიკით ძალიან უახლოვდება წმინდა გიორგის. როგორ ვთქვა, ჩაგრულთან მფარველია. ჯარისკაცების მფარველია ხო თანამედროვე დროს. კი და მებრძოლი და ასე შემდეგ.
აი ეს ტრანსფორმაციაც ჩანს, რომ თითქოს ადგილზე არსებული სხვა კლასიკური რელიგიები ერწყმის ქრისტიანობას და ადგილობრივი მოსახლეობა ესე ვიცით ხო რომ ესე ერთ დღეში არ იცვლის რელიგიას. მესამე რაც არის საინტერესო და ესაც ლოქალაქებშიც დასტურდება, ქუთაისშიც, ვარციხეშიც და ხუნწის ციხეზე, რომელიც აი ბოლო 10 წლებში შევისწავლეთ ამ ძეგლს მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჩდება ესეთი კერამიკული ჭურჭელი, ცილინდრული, რო წარმოვიდგინოთ, რომელსაც ძირი გახრეტილი აქვს, ამ ძირზეც ნახრეტი აქვს და ჩეტოვებული და თავზეც. ეს სამეცნიერო ლიტერატურაში გამსხვრელები, არქეოლოგები და მათ შორის ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ცეცხლის ან შენახვის, ან ცეცხლის რიტუალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, იმიტომ რომ ძირზე ნახრეტი აქვს, ვერაფერს ვერ შეინახავ. ერთადერთი შეიძლება კიდეზე, აი ამ შუა ნახრეტის გარშემო კონდეს ნაკვერჩხალი მობილიზებული და აღმოჩენილია ესაც სხვათა შორის ციტადელში. ანუ სადაც განიზონებს და კიდევ ამ ქუთაისშიც აღმოჩენილია ესეთ ცილინდრული ჭურჭელი, ძალიან საინტერესო, რომელიც შეიძლება ცეცხლთა ყვალისფრებასთან და მასდიანობასთან იყოს კავშირში. ეს მხოლოდ მინიშნებებია, ეს დადასტურებულად ვერ ვამბობთ, რომ აქ აუცილებლად ზოროასტრიზმი გავრცელებული იყო, თუმცა გამორიცხული არ არის. და კიდევ ერთი აი ეს ხუნწის ციხე რო ვახსენე, იქ გაითხარა ტაძარი, რომელსაც აქ კლასიკური ადრე ქრისტიანული ტაძრის მახასიათებელი ნიშნები, არქიტექტურული დეტალები, მაგრამ აქ განსხვავებული ნიშნებიც. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეები ტაძარს ჩამოჭრილი აქვს. აი ეს მართკუთხა კი არ არის, არამედ კუთხეები აქვს ჩამოჭრილი და რაღაც ოქტაგონს მოგაგონებს. ასევე სვეტები ტაძრის ინტერიერში, რომელიც უნდა ყოფდეს ნავებს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნავს, მიბჯენილია სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე. ძალიან უცნაური და თითქოს ქმნის ცალკე რაღაცა 4 სვეტს, რომელზეც ასე კვადრატული ნაგებობა იყო და აგებული და აქ პირველ რიგში გვახსენდება ათეშგა ეს ზოროასტრიული ტაძარი. ასე რომ მინიშნებები არის. არ არის ესეთი დასაბუთება დანამდვილებით და აი ხუნწზე პლუს ვფიქრობთ, რომ ეს არის ონოგურისი. არის ვარაუდი, რომ მისი მდებარეობით ეს უნდა იყოს ის ონოგურისი, რომელიც ბიზანტია, სასანური ირანის დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია ორივე მხარისათვის და რომელიც ნახსენები აქვს. ნახსენები აქვს აგათია სქოლასტიკოს და ახსენებს როგორც არქეოპოლისის და დედაქალაქის დამცავ ციხეს. და იქ სპარსელები დგანან. კარგ ახანს. და ამიტომაც აი ეს კავშირი ცხენისწყლის ნაპირას არის ეს სამეგრელოს ხარ ეს მარტვილის მუნიციპალიტეტში ეს კავშირიც რომ თუ ეს ნამდვილად ონოგურისია და აქ სპარსელები იდგნენ შესაძლოა რაღაცა პერიოდში აქ ზოროასტრული ტაძრის ფუნქციონირება. ანუ სინკრეტიზმი არის გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, არის აქ შეიძლება მითრაიზმიც იყოს, ზოროასტრიზმიც იყოს, ქრისტიანობაც იყოს და ადგილობრივი რელიგიები კიდე ადგილობრივი რწმენა წარმოდგენები, რომელიც ძალიან დიდარი პანთეონი გვაქვს ანტიკური ხანის აი გულისხმობ ქრისტეს შობამდე ანტიკური ხანის ძეგლები რო ითხრება, იგივე ნოქალაქებში ან ქუთაისში ბევრი მინიშნება გვაქვს იქ ცხოვრების საზოგადოების რელიგიური რწმენა წარმოდგენების შესახებ. ძალიან მრავალფეროვანი პანთეონი აქვს. იქიდან გამომდინარე რა საქმიანობას ეწევა ეს ხალხი. ხო. მეთევზეებს თავიანთი ღმერთი ყავთ. მესაქონლებს თავიანთი, მიწათმოქმედებს თავიანთი და არის ამის ნიშნები. შესაბამისად ესაც ხო ხვდება ამ დიდ რელიგიებს მითრაიზმი იქნება ქრისტიანობა თუ ზოროასტრიზმი. პლუს კიდე მანდე ასებული ბერძნული კულტები, რომლებიც აქ არსებობდა, ვანის ნაქალაქი რასაც დასტურებს. ძალიან კარგად არის ეს. ხო, დიონისე და თემი ესენია. ხო, სერაპისიც იყო აღმოსავლეთ ძალიან პოპულარული და არ გამოვრიცხოთ, რომ პოტენციურად უნდა ყოფილიყო სერაპისიც წარმოდგენილი. ამიტომ რომის იმპერია ძალიან ესეთი მულტირელიგიური იყო, თორსა ესეთ ხო. თემ იმპერიაში რაც კი რამე რელიგიები არსებობდა, მე ყველამ თავი მოიყარა ყველა პროვინციაში ფაქტობრივად და მოდებული იყო ხოლმე ყველგან, ასე რომ შეიძლება თავისი ადგილობრივი ინტერპრეტაცია. ადგილობრივი ინტერპრეტაციებით ბუნებრივია, რაც არ არის საკაც გასაკვირი რომ ყოფილიყო წარმოდგენილი. საერთოდ აი ლაზიკის ისტორიას თავარი პრობლემა მაინც არის წყაროების აი ეს რაც დავახსენეთ თავიდან ცალმხრივობა, ის რომ მარტო ბიზანტიურია. სამწუხაროდ სპარსული ისიც არ გვაქვს ამის შესახებ ხო არაფერი, იმიტომ რომ ზოგადად ეს ლიტერატურული ტრადიცია ისტორიოგრაფიული გარკვეულწილად არის დასავლეთის უფრო მეტად არის დამახასიათებელი, რაც იწვევდა იმას, რომ ბერძნულმოული ისტორიოგრაფია წამყვანი ხო ძირითადად ამ შემთხვევაში. აი ძალიან საინტერესოა, რომ აი ეს წყაროების რაღაცა ქრისტომათიური გამოცემა
რომელიც ჩვენ ქართულ საქართველოში გვაქვს შესაძლოა მე გირჩევთ, ვისაც გჭირდებათ კავკასუს ანტიკუს არის ესეთი ენციკლოპედია, რომელიც გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრამ და აქ არის შეჯამებული ეს წყაროები ყველაფერი, პლუს არის გეორგიკები, რომელიც სიმოყავშიშვილმა გამოსცა თავის დროზე, მაგრამ თუ სრული წყაროების გამოცემები დაგაინტერესებთ ამ შემთხვევაში, ყველა არ არის ბოლომდე პროკოპი კესარიელიც მათ შორის და არც აგათია სრულად ნათარგმნი, მაგრამ არის ის ფრაგმენტები, რომლებშიც ის ეხება ამ შემთხვევაში ლაზიკის სამეფოს ისტორიას, დანარჩენი სრული გამოცემა ინგლისურ ენაზე თითქმის ყველა არის გაკეთებული ლოებ კლასიკალ ბიბლიოთეკის სერიიდანაც და ახალი გამოცემებიც არის, სხვადასხვა შორის ძალიან მაგარი, განსაკუთრებით პროკოპი კესარიელისა, ენტონი კალდელისის გამოცემა ბოლო არის შესანიშნავი და მე გირჩევთ, რომ ამით ისარგებლოთ თუ როდესაც პროკოპის საკითხვას გადაწყვეტ. აი საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში მე ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემლობიდან მივიღე თხოვნა, რომ რეცენზია გამაკეთებინა წიგნზე არა პროპოზალზე, ანუ შემოთავაზება, რომ ამ გამოცემლობას უნდა რომ გამოსცეს ეს წიგნი და აინტერესებთ აი რა სიტყვის მაგალითად ქართველი მკვლევარი ამის შესახებ და წიგნი ეხება ერთ-ერთი ავტორი არის, რომელიც აკეთებს ბერძნულ-რომაული წყაროების აი როგორ ვთქვათ თარგმანები იქნება, რომელშიც ისინი წერენ საქართველოს შესახებ. და ძალიან საინტერესოა, მე სავარაუდოდ ამაზე დადებით იმას მივცემ პასუხს, იმიტომ რომ მე ეს არ არის პატარა საქმე, ამას თუ ვინმე ბრიტანელი ავტორი გააკეთებს, იმისთვის რომ შემდგომში სხვა ბრიტანელმა ავტორებმა ამით ისარგებლონ და დაინტერესდნენ საქართველოს კვლევით, ეს შეიძლება ძალიან ბევრი მომცემი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით დღემდე საქართველოს დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით ისტორიაზე, რაც კი წიგნები დაწერილა, ჩემთვის ყველაზე კომპლექსური, ყველაზე ახლოს რეალიზმთან არის დევიდ ბრაუნდის წიგნი ანტიკური საქართველოს შესახებ, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი სხვადასხვა და ჩემს მსმენელსაც ურჩევ რომ გაეცნოთ, ბათუმში გამოვიცა 2014 წელს გამოვიდა როგორც მახსოვს ეს წიგნი, როცა ითარგმნა და ელექტრონულად არ ვიცი ხელმისაწვდომი რამდენად არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაბეჭდი სახით ბიბლიოთეკებში აუცილებლად შეგიძლიათ ნახოთ და აი თუ გინდათ მართლა რომ წარმოიდგინოთ როგორი იყო ანტიკური საქართველოს დაწყებული აი ძველი კოლხეთიდან აი ზუსტად ამ ლაზიკის სამეფოს ჩათვლით დევიდ ბრაუნდის წიგნი არის აუცილებელი. სხვაშორის ეს ავტორი, ეს ბრიტანელი ავტორიც მაგას მიუთითებდა, რომ ეს 30 წელს წინ დაიწერაო დევიდ ბრაუნდის წიგნიო და ის ძალიან მაგარი წიგნიაო, მაგრამ ხა 30 წელიწადში კვლევაში რაღაცა ცვლილებები და სიახლეები შემოვიდაო. კიდევ უფრო მე გვაქვს სამწუხაროდ საქმე საქართველოში და ამიტომაც გადავწყვეტეთ ჩვენმა ჯგუფმა ეს პატარა ანონს გავაკეთებ შენებართვით, რომ ზოგადად რაღაც დაჩაგრული ბედის ქვეყანაა ეს ეგრისი. თავიდანვე ახსენე შუა საუკუნეებიდანვე და თავისი ობიექტური ახსნა რატოა ქართულ წერილობით წყაროებში მცირედ აღწერილი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით ადრე შუა საუკუნეებში. და ეგრისი მოიხსენიება, მაგრამ არა როგორც სამეფო, საერთოდ საუბარი არ არის, აქ რა მეფე იყო ან რომა რა ბიზანტიური წყაროები არ გვეცოდინებოდა, ხო და უკვე მე საბჭოთა ისტორიოგრაფიის დროსაც ეს ჩვენ გამოჩენილი ისტორიკოსები ვინც ყავდა სიმონ ჯანაშიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვლევები და მე კიდე მოგვიანებით არის რაღაც გოზალიშვილიც წერდა იგივე ლაზიკის ომზე და ზოგადად ამ პერიოდზე. კი, მაგრამ აი გულწრფ მონოგრაფიული მაინც სიმონ ჯანაშიას ყველაზე ადრეული თანამავე დროს. ხო, და იმის მერე აი ხა რა ძეგლებზე ვსაუბრობთ, რა ვიცი 50 წელი გავიდა მეტი. ძალიან დიდი ინფორმაცია შეემატა ქართულ ისტორიოგრაფიას აი ამ კვლევების შედეგად, თუნდაც არქეოლოგიური. და ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ ხელახლა ეგრისის სამეფოზე ფუნდამენტური ნაშრომი გაკეთებულიყო და სულ მალე დღის სინათლეს იხილავს ეს და რაც თავარია აი უცხოეთზე რო საუბრობდი ეს პარალელურად ითარგმნება ინგლისურად და გამოიცემა კემბრიჯში, ასე რომ ესაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ვფიქრობთ და პრეტენზია არ გვაქვს რომ ეს ბოლო სიტყვა იქნება ლაზიკის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ამ ქვეყნის ისტორიის კვლევის. მაგას მე სამხედრო კუთხეს მე დავამატებ. იზოლირებულად ცალკე იქნება უშუალოდ ლაზიკის ომზე, მაგაზე მუშაობ და იმედი მაქვს რომ იქნება რაღაცნაირად ის კულმინაცია რა ჩემი დისერტაციისა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მაგრამ ინგლისურ ენაზე ეგ სრული დისერტაციის გამოცემა შეუძლო, იმიტომ რომ მაგ ტიპის კვლევა ჯერ საქართველოშიც ჩვენ არც ერთ ომზე არ ქონია აქამდე. თავისი ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები, ლოგისტიკა, მებრძოლი მხარეები ყველაფერი ამ შემთხვევაში და პლუს ამას კიდე მე მუდმივად აი რაც გვიჭირს ხოლმე სხვადასხვა ისტორიკოსებს ძალიან არის წერტილის დასმა საერთოდ რაღაცა რომ დაამთავრე და მე მოდი ახალ რაღაცაზე გადახვიდე, ხო? მაგალითად აი ეგ პრობლემა მაქვს იგივე ჩემ ტექსტთან დაკავშირებით, რადგან რაღაცებს დამატება მინდა სულ თითქოს და ხო და ეს არ მთავრდება
ჭირდება ხომ რაღაცნაირად დაუსრულებელი პროცესი არის, მაგრამ სადღაც უნდა დაამთავრო აუცილებლად, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება რაღაც ახალი კვლევა და ბუნებრივია ყველაფერს შეტანას ვერ შეძლებ, რამდენადაც უნდა მოინდომო ადამიანმა. აი მაგალითად ქართული აღმოსავლეთის გოჩა ჯაფარიძე ზოგიერთ სტატიაზე 20-25 წელი აქვს ნამუშევარი ამ თორსა ისე თუ ელოდებოდა რაღაცას, რომელიც აკლდა, ვერ შოულობდა წლების მანძილზე და 20 წლის თავზე იშოვა, მე და ამატა და მე გამოსცა ეს მასალა. ასე რომ ესეც გარკვეულწილად ისტორიკოსებისთვის დამახასიათებელი რამ არის ხოთაშორის. ხო, აი რაც შეეხება ლაზიკის ისტორიის პრობლემატიკას, ძირითადად მაინც ჩვენ რამე საუკუნეზეც გვაქვს ინფორმაცია, მაინც მე-6 საუკუნე არის ყველაზე მეტად. ნუ მე-5-ში არის ერთი პრისკეპანიონელის ცნობები, რომელშიც ის გუბაზ პირველი ჩანს და ხოთაშორის აი აქ კიდევ ერთი პრობლემას ვაწყდებით, აი როგორ წაღნიშნე შენ რომ ქართულ წყაროებში არ ჩანსო. ჩემი აზრით ამის ერთ-ერთი მიზეზი კიდევ ისიც არის, რომ ქართული ისტორიოგრაფია მაინც სათავეს იღებს უფრო აი რაღაც გარკვეული კონსოლიდირება რომ მოხდა ქართული სახელმწიფოსი და იმ მომენტში ვინაიდან არ იყო ეგრისი სამეფო აღარ არსებობს უკვე ისტორიულ რუკაზე აღარ გვაქვს შესაბამისად ის უკვე აღარ ცნობს იმას რა როგორც მანამდე არსებულებას ხო ალბათ არც არის მათი გადმოსახედიდან მიზანშეწონილი იმის ხსენება რომ დასავლეთ საქართველოში დამოუკიდებელი სამეფო არსებობს ხო ეხლა იმიტომ რომ თუნდაც იგივე ლეონტი ბროველის ქართლის სხვა ისტორია ის უკვე სხვანაირი ისტორია ის არ არის როგორ თქვა ის არ არის ლაზიკის გაგრძელება ის არ არის ლაზიკის ის ახალი პროექტია კი ახალი პროექტია ნამდვილად და მით უმეტეს ხა ლეონტი ბროველი ცდილობს რომ აი ქართულ ერთიან სახელმწიფო რომელიც ყალიბდება იმას შეუქმნას გარკვეული იდეოლოგიური საფუძველიც რომელშიც რა თქმა უნდა გამართლებულია ძალიან აი იმ ფორმით მოცემა რომელსაც ის მაშინ გვაძლევს ეხლა რაც შეეხება აი ამ მე-6 საუკუნის წყაროებს მე-6 საუკუნეს ძირითადად ჩვენ გვაქვს ორი და ეს ჩემასვენელმა უკვე მოსმენილი აქვს ბევრჯერ პროკოპი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსია რომლებიც აღწერენ ლაზიკის ომს მანამდე გვაქვს კიდევ ერთი კონფლიქტი რომელსაც ქვია იბერიის ომი რომელიც სახელი კი ქვია იბერიის ომი 523 წელს გურგენი გარბის და მერე იწყება ეს ომი და 512 წელს თავდება საბოლოოდ როდესაც იდება სამუდამო ზავი ანუ საუკუნო ზავი და აი ამ ომში სახელწოდება კი გვაქვს რომელიც საქართველოს უკავშირდება იბერიის ომი და მიზეზი რომელიც გურგენის გაქცევა მაგრამ ომი არ მიმდინარეობს კავკასიაში საერთოდ აბსოლუტურად ეს ომი მიმდინარეობს თავიდან ბოლომდე მესოპოტამიაში და ამ ომში მონაწილეობს იუსტინიანეს ყველაზე დიდი მხედართმთავარი რომელიც არის ბელიზარიუსი მაგრამ აი მერე უკვე მეორე ომში რომელიც იწყება 551 წელს და ლაზიკის ომის სახელით არის ცნობილი ბიზანტიური წყაროების მიხედვით და სხვადასხვა ამაზე მე მეკითხებოდნენ ხომ ზოგჯერ ლაზიკის ომს რატომ უწოდებ სხვადასხვა მე ზოგჯერ სამეფოს უწოდებ ხომ ეგრის სალკე როცა ვწერ და ომზე როცა ვსაუბრობ ხომ ვეძახი ლაზიკის ომს და ამას აქვს მიზეზი როგორც მაგალითად რომაულ ისტორიოგრაფიაში არის პუნიკური ომი ამ შემთხვევაში რატომ არის პუნიკური ომი პუნებს ვინ ეძახდნენ ფინიკიელებს ეძახდნენ რომაელები ეს ომი აღწერეს რომაელებმა ამიტომ პუნიკური ომი ქვია იმიტომ რომ რომაელების აღწერილი ომი არის ამ შემთხვევაში როგორც ვთქვდნენ ისინი ლაზიკა ეგრისის სამეფო ეს ორი სიტყვის შეთანხმება ხო ქართულ მეცნიერებაში თანამედროვე მეცნიერებაში თანერგილი ტერმინია თორე ეგრისის სამეფო არის ეგრადაც ქართულ წყაროებში არ იხსენება ლაზიკის სამეფო არსებობს ხო, აი ეს ძალიან რაციონალური მიზეზი არის, რომლის გამოც და თანაც განსაკუთრებით როცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის აკეთებ ამას მით უმეტეს, მაინც გიწევს აი ამ შარჩოში ჩაჯდომა, ამ ასეთ სახელწოდების გამოყენება, რომელიც უფრო ცნობილი არის ამ თვალსაზრისით და უშუალო წყაროებს მიემართება და რა თქმა უნდა ეს გვაძლევს. თორე აქ არანაირ შინაარსობრივი დატვირთვა იმას ეგრის დაუძახებ თუ ლაზიკას, ხა მე მაგალითად როდესაც იმაზე ლექციაზე ვხსნი ხოლმე, ხან ეგრის ვეძახი ხოლმე და ხან ლაზიკას ვეძახი ხოლმე. ეხლა ამ შემთხვევაში მაგას და კართაგენსაც ხან კართაგენს ვეძახი, ხან კართაგოს ვეძახი ხოლმე, რომელიც უფრო რომაულ იმისთვის სწორია, გინდა კართადაშს დაუძახებ საერთოდ ფინიკიურ სახელწოდება. რაც იყო ამისი აზრსარცულის დიდათ ეს ამ შემთხვევაში, ხო? და ხო, რაც შეეხება აი ამ ლაზიკის ომს, აი ეს იწყება 551 წელს და უნდა აღინიშნოს, რომ აქ ძალიან ბევრი მიზეზი არის, რის გამოც ეს კონფლიქტი უნდა გახსნილიყო ამ პერიოდში. ჯერ ერთი არის ის, რომ ორივე იმპერია ამ დროისთვის გაცილებით უფრო მოძლიერებულები არიან, ვიდრე იყვნენ მე-5 საუკუნეში, როცა ორივე სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე იყვნენ. მე-5 საუკუნეში ჯუანშერის ცნობებისადმი უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რამხელა მასშტაბის კონფლიქტებს ის მუდმივად წერს სპარსელებსა და ბიზანტიელებს შორის ამ პერიოდში, როდესაც რეალურად მე-5 საუკუნეში და მე-6 საუკუნის პირველ აი 20-იან წლებამდე ფაქტობრივად მათ შორის არ ყოფილა არც ერთი მსხვილ მასშტაბიანი ომი. და აი მერე უკვე მე-6 საუკუნის 20-იან წლებიდან იწყება ნენელა ეს პროცესი, ორივე იმპერია მძლავრია უკვე. ორივეს ძალიან მაგარი მმართველები ყავთ. ხო, იუსტინიანე და ხოსრო ანუშირვანი არიან ერთი თანამედროვეები, მეტოქეები ერთმანეთისა და თანაც ორივე მოახერხა სახელმწიფოს ცენტრალიზება, ჯარის გაძლიერება და შემდეგ
თუმცა იუსტინიანეს მმართველობა საკმაოდ ხანგრძლივი იყო იმ პერიოდისათვის, ხო? გავითვალისწინოთ, რომ მის დროს ძალიან ბევრი უბედურებას დაატყდა ბიზანტიის იმპერიას თავს, რომელსაც გაუმკლავდა მეტნაკლებად ის. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ აქ 535 წელს დაწყებული ის კლიმატური ცვლილებები, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა ამ პერიოდზე და თვითონ პროკოპიც კი აღწერს ამას დეტალურად, რომ 535 ის ამბობს, რომ უცებო ჩამობნელდაო, ამ მზე დაემსგავსა მთვარესო და მთელი წლის მანძილზეო იყო სულ ღამესავითო თითქოს რაღაცნაირ ჩაბნელებული. ამავე დროს ის წერს, რომ ამის მერეო რაც ეს კლიმატური ცვლილება მოხდაო, არ შეწყვეტილაო, არც ომებიო, არც შიმშილობაო, არც ჭირი და არანაირი ეს საშინელებები, რაც იმპერიას თავს დაატყდაო ამის შედეგადო და რაც სხვადასხვა ძალიან ბუნებრივი გამოვლინება არის აი იმ კლიმატური ცვლილებებისა. როგორც კი ხა ჩვენ თანამედროვეებისთვის ამას შეიძლება იმხელა გავლენა კიდე არ კონდეს, მაგრამ როდესაც შენი მთელი სახელმწიფოს ეკონომიკა და ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე მოსავალი მოვა თუ არა ამა თუ იმ წელს. შესაბამისად იქ კლიმატური ცვლილება ის რომ ძალიან ცივი ზაფხული იყოს რომელიმე რაღაცა და შენ მოსავალი ვერ აიღო, გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და ეს თუ რამდენიმე წელი ერთმანეთს ებმის, უკვე კატასტროფის წინაშე დგება აბსოლუტურად სახელმწიფო. შესაბამისად, აი აქ მომხდარი ეს კლიმატური ცვლილებები, რომელიც დადასტურებულიც არის, შესაძლოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროკოპის გამოგონილი არ არის ეს ამბავი, დადასტურებული არის, როგორც დენდროლოგიურად, ისე იმ პერიოდის ნივთების და შემდეგ შესწავლით და კვალი იგრძნობა ყოველთვის ყველგან, ამ შემთხვევაში ქანებზე, არქიტექტურა, ყველაფერში აბსოლუტურად, რომ რაღაც დაკნინება მიდის გარკვეულწილად იქ ხეებზე, ძალიან კარგად ჩანს ეს პრობლემა და შემდეგ და ასევე როცა შეისწავლეს აი ვულკანების ამოფრქვევის კვალი, რომელიც პერიოდში რამდენი შეიძლება გაეშვა ამ შემთხვევაში ატმოსფეროში, ხო, ის რაღაცა ტოერიასაც უშვებს, რომელიც მერე ზღუდავს ზის იმას, სხივებს, ხო და რაც იწვევს, რა თქმა უნდა, აციებას დედამიწაზე. შესაბამისად, რაღაცა პერიოდის მანძილზე მე-6 საუკუნე იყო საკმაოდ ცივი, რომელმაც დააზიანა სავარაუდოდ ბიზანტიის იმპერიაც, სპარსეთის იმპერიაც. ამან გამოიწვია ამავე დროს ის შიმშილობა, ესეთი პრობლემები, რომელიც ამ რეგიონში ძალიან ხშირია და ეს ავტორები ძალიან შეერთ მოიხსენიებენ და გამოიწვია ასევე როგორც პროკოპი მიუთითებს, ახლა რა თქმა უნდა, შეიძლება პირდაპირ დაკავშირებული ამასთან არ იყოს, მაგრამ შეიძლება აი იმ შიმშილობასთან და მძიმე პირობებთან იყოს დაკავშირებული, ეს არის ჭირის გავრცელება. და 551 წელი, როდესაც ხოსრო ანუშირვანი ლაზიკაში შედის, არის ჭირის აფეთქების წელი ბიზანტიის იმპერიაში. ზუსტად ერთმანეთს ემთხვევა ეს ლაზიკის ომის დასაწყისი და ბიზანტიის იმპერიაში ეგვიპტიდან აი შავი ჭირის ან ბუბონური ჭირის გავრცელება, რომელსაც იუსტინიანეს ჭირას უწოდებენ ხოლმე, ვინაიდან მის პერიოდში მოხდა ეს მოვლენა, რამდენიმე წელი გაგრძელდა და თითქმის 1/3 დახოცა ბიზანტიის მოსახლეობისა. რაც ხა წარმოვიდგინოთ, რამხელა დემოგრაფიული დარტყმა ჯერ მაშინდელ სივრცეში, მით უმეტეს რომ ადამიანის მაშინდელი ცხოვრების ხანგრძლივობა ხო გაცილებით მოკლეა. მერე მოსახლეობის რიცხოვნობა თანამედროვეებთან შედარებით გაცილებით და რა ვიცი 10ჯერ და 100ჯერ ცოტა არის, რა თქმა უნდა და იქ რო ამხელა შეკვეცა მოხდება ამისი, ეს წარმოვიდგინოთ რამხელა პრობლემების გამოწვევი იქნება და ამით როგორც ჩანს სპარსეთმა გარკვეულწილად ისარგებლა კიდეც მაშინ ლაზებსაც გაუჭირდათ ეკონომიკურად, ვინაიდან ეს გამყინვარება ცალკე, ეს მონოპოლიზაციის პოლიტიკა ცალკე შემდეგ და იწყება ეს ომი, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა 562 წლამდე, გამოიწვია ძალიან ბევრი უბედურება ამ ტერიტორიაზე, გამოიწვია ორივე მხარიდან როგორც სასანურის ბიზანტიის უჯარების შემოსვლა, გარნიზონების ჩაყენება, მოსახლეობის ძარცვა, ქალაქების გადაწვა და ასე შემდეგ. საკმაოდ მასშტაბური ომი არის დასავლეთ საქართველოს მასშტაბებისათვის ახლა ეს, რაც უკვე ასახული არის ამ შემთხვევაში იმ პერიოდის არქეოლოგიურ მასალაშიც, ხო? აი თვითონ ლაზიკის ომის, აი ზოგადად ომის აღქმა, როგორ ხდება ხოლმე არქეოლოგიური მასალით და რომელ ძეგლებზე იგრძნობა ყველაზე მეტად, რომ აი რაღაცა კვალი, რომ აი ლაზიკის ომი მოხდა ამ ტერიტორიაზე და ეს დაზიანდა, ან ეს დაიწვა, ან აქ იარაღი აღმოჩნდა და ასე შემდეგ. ახლა პირველი რაც გამახსენდა ციხისძირი არის. ხო. ერთ-ერთი ბოლო წლების არქეოლოგიური მონაპოვრებიდან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მონაპოვარი, რომელიც უკავშირდება არქეოლოგ დავით მინდორაშვილს. 2017 წელი იყო. 2017 წელი ციხისძირში გათხარა ციტადელში ერთ-ერთი კოშკი. სადაც გადამწვარი ფენები აღმოაჩინა. პატარა შესავალი გავაკეთოთ ისტორიული მსმენელისთვის, რომ აი ამ ომის განმავლობაში პეტრა, ბიზანტიური წყაროების პეტრა, რომელიც ლაზიკაში მდებარეობს, ხელიდან ხელში გადადის და ბოლო ეპიზოდია, როცა იქ გამაგრებულია სასანიანთა გარნიზონი და ერთი ჯგუფი, მცირე,
კი, ციტადელში უკვე. კი, ციტადელში და თხოვენ დანებებას ბიზანტიელები, რომლებიც ალყაში მოაქცევენ, მაგრამ თვითონ პროკოპი წერს ძალიან დრამატულად წერს, ხო, სხვათა შორის, რომ და ხას უსმევს მათ გმირობას, რომ ეს დანებებას არჩიეს ბოლომდე ბრძოლა და ცეცხლი გაუჩინეს ბიზანტიელებმა ამ კოშკს და გმირულად ჩაიწვნენ ეს სპარსი მეომრები. თან ის რო აღმოჩინეს შეგდით რომ აი ბევრი ჯახოცილები იყვნენ ხო რომ ზარყრიდნენ ისინი ამათ არ გაეგოდნენ ერთი რომ აი ეს დრამატულად მოყოლ 1500 წლის წინანდელ ამბავს პირდაპირ ხელით ეხები 2017 წელია გასული არც კი ამ აღმოჩენიდან ეგ ერთი და მეორე ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგა ხანს იყო დავა ეს ისტორიული პეტრა ლაზიკის ქალაქი მნიშვნელოვანი ქალაქი პეტრა არის თუ არა ციხისძირში რომელიც მდებარეობს ქობულეთთან ბათუმსა და ქობულეთს შორის ამ მთაზე და შეიძლება ყოფილიყო პეტრა თუ არ შეიძლება ყოფილიყო პეტრა იმიტომ რომ პეტრა კლდოვანს ნიშნავს და გამოჩენილ ქართულ მეცნიერის გურამ გრიგოლიას ვერსია ქონდა რომ ხოფისკენ იყო საძებნელი კი მახსოვს პეტრაზე პირველად ჩემი საბაკალავრო ნაშრომი იყო პეტრას ალყა და მაშინ მახსოვს რომ აი ეს ვერსიებს უყველა განვიხილე და ერთ-ერთი იყო ეს ვერსია რომელიც მე მომყვა გელა გამყრელიძემ და მაშინ მოუნახე ეს წიგნი სხვა შორის ძალიან საინტერესო ნაშრომია და ძალიან კარგად წერდა მიუხედავად იმისა რომ პალეოლითის სპეციალისტი იყო ძალიან მაღალკვალიფიციური ბატონი გურამი ასევე მუშაობდა ლაზიკაზე ნესოსზე და ისულაზეც აქ ნამუშევარი. ეგ ლაზიკის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები ასე ქვია. ხო და მოკლედ სადავო იყო და აი ამ აღმოჩენამ, აი ამ კოშკში 2017 წელს აღმოჩნდა ჩამწვარი ფენები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, ლამელარული აბჯერსის კი ბატონო, ცალკე ფირფიტებია, ცალკე არის საბრძოლო იარაღი, სატევარი, ცული, ფარი და რაც თავარია აღმოჩნდა განძი ვერცხლის მონეტების 95 წალი ვერცხლის მონეტაა და მათი თარიღი მე-5 საუკუნე და მე-6 საუკუნის დასაწყისია უმეტესად მე-5 საუკუნის მონეტებია პირდაპირ ადასტურებს და ძალიან ხელშესახები იყო და ძალიან პირდაპირ ადასტურებს აი ამ ლაზიკის ომის ერთ-ერთ დრამატულ ფაზას. აი ნოქალაქევში სამწუხაროდ არ გვაქვს. სამწუხაროდ თუ ალბათ საბედნიეროდ, იმიტომ რომ ვერ მოახერხეს სპარსელებმა აღება. ასევე ნაკლებად არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაკეთება მომხდარი საომალოდ ქუთაისში ეს ფენები დადასტურებული. თუმცა გვაქვს ქუთაისში სასანური მონეტები აღმოჩენილი, რაც ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ვახსენეთ მე მგონი აქამდეც რომ ამ ომის საწყის ეტაპზე ბიზანტიელებმა დატოვეს აღმოსავლეთ ნაწილები, დასავლეთ საქართველოსი, დღევანდელი იმერეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი და იქ უკვე სპარსელებიდან და ცნობილი სარდალი მერმეროე სპარსელების ბაზად აქვს მოხირისი და ქუთაისი. და იქ არის და აი ამის პირდაპირ დადასტურება ის მონეტები რომელიც იქ აღმოჩენილი თუმცა რა თქმა უნდა საბრძოლო იარაღიც არის იქ აღმოჩენილი სატევრები ცულები და ასე შემდეგ თუმცა გრევის კვალი იმდენი ქუთაისში არ შემორჩა იმიტომ რომ მე კიდე მრავალი საუკუნე ამ ქალაქში გადაკეთებები ხდებოდა და ინტენსიური ცხოვრება გრძელდებოდა საინტერესო აღმოჩენაა ძალიან შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება, შეიძლება კი არ უკავშირდება ლაზიკის ომს, მაგრამ მავრიკ ტიბერიუსის ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკ ტიბერიუსის ოქროს მონეტების განძი ნოქალაქევში. რომელიც თარიღდება, შესაბამისად 582-602 წლებით დაახლოებით, როცა ის იყო იმპერატორი. შესაძლოა შევახსენებს მენერს, რომ ეს მავრიკიოსი ითვლება ყველაზე ცნობილი ბიზანტიური ტრაქტატის სტრატეგიკონის ავტორად. ხო და ერთ-ერთ კოშკში, ნოქალაქევში აღმოჩნდა 23 წალი ოქროს სოლიდი მონეტა, ერთად გადანახული, ესაც საბრძოლო მოქმედებას უკავშირდება, ორი აზრი არ არის. სხვათა შორის ეს აღმოჩენა გააკეთა პირველმა ქართულ გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ნოქალაქევში 1930 წელს. ეს თავისთავად ცალკე ისტორიის ამბავია, რომ 1930 წელს საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობა მიმდინარეობს. სხვათა შორის ივანე ჯავახიშვილი იყო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრეს ის ძეგლები, სადაც უნდა დაწყებულიყო არქეოლოგიური გათხრები. ერთ-ერთი მსხეთა იყო, მეორე ნოქალაქევი და ნოქალაქევში მოხერხდა მხოლოდ 2 თვე 1000-თან უცნაურია ზამთარში დეკემბრიდან იანვრამდე იმუშავეს. და ხელმძღვანელობს ფრაიბურგის პროფესორი ალფონს მარია შნაიდერი. და აი სწორედ მათ ქართულ და ლევან მუსხელიშვილი და გოზალიშვილი, რომლებიც ასისტენტობას უწევენ. ძალიან საინტერესო ცალკე ისტორია ხმაზე საუბარი შორს აგვიყვანს თვითონ ამ ექსპედიციის პატარა ექსპედიციის დღიურების შედარება. რაც წერს ალფონს მარია შნაიდერი და რაც წერენ ქართველები. მაგრამ სხვა დროს იყოს ეს.
და ამ დროს აღმოჩნდა რითია ეს ახლა ეს აღმოჩნდა საინტერესო ეს ეგრისის ომი დასრულებულია მეფობა გაუქმებულია ლაზიკაში ამ დროს და თუ გახსოვს თეოფანე ჟამთა აღწერს ეს არის სადღაც 588 წელი უნდა იყოს რომ ლაზიკაში ამ დროს მშვიდობას უფევდა და თვითმფრობელმა მავრიკი გულისხმება ხელფასი გააგზავნა ჯარისთვის ლაზიკაში პირდაპირ თეოფანე ამას წერს და აი ამის დადასტურება და მალევე აქედან უკვე თეოფილაქტეს იმკატა გვიყვება სხვა ბიზანტიელი ავტორი რომ სპარსეთთან დაპირისპირება და სვანეთში აჯანყება იწყება. ხო. და ჯარი გააგზავნეს იქ, თუ გახსოვს ეს მომენტი. და აი აღდგენა როგორ შეიძლება მოხდეს აი ამ განცის, რომ ხელფასი მიიღო ადამიანმა მშვიდობიან ბიზანტიელი ჯარისკაცი, რომელიც მსახურობს არქეოპოლისში. იმპერატორისგან გამოგზავნეს ხელფასი და მაღალი რანგის არის ცხადია, იმიტომ რომ ოქროს სოლიდია ხო? კი და 23 წელი არც ისე დაბალი თანხაა და მალევე მას აგზავნიან სალაშქროდ, რა თქმა უნდა, ლაშქრობაში არ მიაქეს ფული. იმედი აქვს, რომ ისევ დაბრუნდება თავის საბაზისო პოზიციაზე არქეოპოლისში, იმ კოშკში ინახავს და ვერასდროს ვეღარ მოახერხა დაბრუნება. და მე შედეგად აღმოჩნდა ის, რომ არქეოლოგებმა იპოვეს. ხო, ესაც ერთ-ერთი ბრძოლის ეპიზოდის კარგი გამოსახულება, თუმცა არ უკავშირდება დიდომიანობას ლაზიკაში. მაგრამ ამ ხრივასაც საინტერესოა და ეს მონეტების განძი თვითონ ჩვენ ექსპედიციის გუნდში ყოველთვის დავის საგანი იყო, როდის დაინგრა ნოქალაქები. ამის მომხრეები ამბობენ, რომ 6 საუკუნეში, იმიტომ რომ 6 საუკუნის განზეა და ლოგიკურია. თუმცა წყარო გვეუბნება მურვაყრს. რაზეც საუბრობთ, რომ მე საუკუნეში დაანგრია. მაშინ როგორ გადარჩა ის? ერთი ვერსია რომ მე-6-ში კი არ დაინგრა, საგულდაგულოდ იყო დამალული და მე კიდე საუკუნე ნახევარი ვერავინ მიაგნო ამ განძს და ამ ექსპედიციას შეუვარდა მეზობელს ხელში. ხო 1930 წელს. და მე არქეოპოლისში თანაც ძალიან დიდი ხანია ხო რამ ფაქტობრივად ერთ საუკუნე მდის მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე ჯერ მოხდა ესეთი ისა ხო როგორც ახსენე შენ რამდენიმე ეტაპი არის არქეოპოლისის შესწავლისა და მათ შორის ბოლო პერიოდში იყო ქართულ-ბრიტანული ექსპედიციაც ხო? კი, მოკლედ 30-31 წლებში არის ქართულ-გერმანული ექსპედიცია. აქვე ძალიან მოკლედ ვიტყვი რა დაემართა ამ ექსპედიციას. ძალიან კარგი შედეგები აქვს. ეს ალფონს მარია შნაიდერი ძალიან კარგი ბიზანტინისტია. აქეთა მხრიდანაც კვალიფიციური ახალგაზრდა მეცნიერები საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ და იწერება ანგარიში ისინი რა თქმა უნდა საჯარო ლექსით წარსდგებიან სენაკის მოსახლეობის წინაშე საბჭოთა კავშირია და იქ ჩართულია პარტია რა თქმა უნდა და ასე შემდეგ და დიდი ინტერესი გამოიწვია თვითონ შნაიდერის დღიურებში. ეს და ეხლა ხან საით ჩვენ ბრიტანელ კოლეგებთან ერთად არქივებში, გერმანულ არქივებში აღმოვაჩინეთ დამატებითი მიმოწერა ალფონს მარია შნაიდერის, რომელიც წერს თავის ხელმძღვანელობას გერმანიაში, რომ დიდი არაფერი შედეგები არ მოიტანა ამ გათხრება და გაგრძელება საზრე არ აქვს. და იქვე ჩანს იმ წერილებში мотиваცია მას უნდა იერუსალიმში გათხრებში მონაწილეობის გაგრძელება, მანამდე იქ მუშაობდა. და ამიტომ იმიზეზებს, რომ არქეოპოლისში არაფერი ისეთი საინტერესო არ ხდება, თან ვიფიქროთ, რომ საკმაოდ მძიმე ზამთარში მოუწია აქ მუშაობა. და აი თავისი სუბიექტური მიზეზების გამო ფაქტურად ჩაიშალა ეს. მე მალე ჩაიშლებოდა, იმიტომ რომ დაპირისპირებული მხარეები გახდნენ გერმანია და საბჭოთა კავშირი. ოღონდ ცოტა კარგად მოგვიანებით, ხო შეიძლება ამ ექსპედიციას 5-6 წელი ემუშავა. აი ეს იყო მიზეზი. და შეწყდა. 60-იან წლებში მცირე დაზვერვები ჰქონდა გურამ გრიგოლიას დასავლეთ საქართველოს სადაზვერვო ექსპედიციის პარკლებში. საინტერესო შედეგებიც ჰქონდა და სხვათა შორის აი ეს ცეცხლის ცეცხლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი მაშინა აღმოჩენილი. და 1973 წლიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმმა დააფუძნა ექსპედიცია, რომლის სამართალ მემკვიდრეებიც ახლა ჩვენ ვართ. შარშანწინ 50 წლის იუბილეც აღნიშნეთ. და 90-იან წლებში კი ვიცით რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში პოლიტიკურად, ეკონომიკურად, განსაკუთრებით სამეგრელოში და ამის არც რესურსი იყო და არც სიტუაცია და 2001 წლიდან ექსპედიციაში ჩაერთვნენ ჩვენი ბრიტანელი უკვე მეგობრები და კოლეგები, პირადად იან კოლვინი, მეც გავიცანი ბრიტანეთში. შესანიშნავი ქართოლოგიის შესანიშნავი მეგობარი, რომელიც ასევე პროკოფი კესარიელის დიდი მცოდნეა და აინტერესებდა ეს საბრძოლო მოქმედებები რა ხდებოდა ეგრისის დიდი ომი და ამ დროს
ნახა ეს მოქალაქეები და მასთან თანამშრომლობით საქართველოს მხრიდან დავით ლომიტაშვილი იყო ჩართული და ერთად დააფუძნეს ეს ექსპედიცია, რომელიც დღემდე გრძელდება, ანუ ეს არ არის დასრულდა, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ქართულ-ბრიტანული სამეცნიერო კოლაბორაცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, უკვე 25 წელია. პანდემიის 2 წელი ჩაგვივარდა უბრალოდ. სხვა შემთხვევაში მუდმივად მუშაობთ და გვაქვს ძალიან კაი შედეგები. პირველივე წელს, იღბალი სჭირდება არქეოლოგს, ჭიშკართან გაიჭრა პირველი თხრილი ამ ქართულ-ინგლისური ექსპედიციის ფარგლებში 2001 წელს და აღმოჩნდა ქვაჯვარის ფრაგმენტი, ანუ ქვაში გამოკვეთილი ქვაჯვარის ერთი ფრთა ბერძნული წარწერით, რომელიც სხვა თარიღეთი ნახეთ ყაუხჭიშვილის სხვა თარიღს გვთავაზობს და ინგლისელი მეცნიერის სხვას, თუმცა საუბარია მე-4-მე-5 თუ მე-6 საუკუნე. თუმცა ქალაქობის დროინდელია და ესაც ჯვარი ჭიშკრის მიდამებში ნიშნავს, რომ ჭიშკრის თავზე გალავანზე იყო აღმართული ქრისტიანული ჯვარი და ერთ-ერთი სიმბოლოა. რატო ბერძნული წარწერით? იმიტომ რომ წირვალოცვა რა თქმა უნდა ბერძნულად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოში, ვიდრე მცხეთას არ დაექვემდებარა. ხო, ეს ვიცით და არაერთი ბერძნული წარწერა აღმოჩენილი თუნო ქალაქებშიც. რას გვეუბნება ძირითადად ეს წარწერები? ფრაგმენტია ამ კონკრეტულ წარწერაზე წინადადების დეტალი ავრელიუსმა მიანიჭა მას და წყდება. გვაქვს ასე შესანიშნავი წარწერა, რომელიც აღმოჩნდა 10 წლის წინ არც 40-50 ეკლესიის ფასადზე, კუთხის ქვა ჩასულ ქვაში, ფასადზე ჩარჩოში ამოტვიფრულია ფოს ზოე, სინათლე სიცოცხლე. და სახარებისეული ფრაზა იესო ქრისტე რო ეუბნება თავის მოწაფეებს, ვინც მე გამოყვება, იღებს საუკუნოს სიცოცხლის სინათლე სიცოცხლისა. და ამის პერიფრაზია ფოზოე და მეორე მხარეს ეგრეთ წოდებული ბოლნური ჯვარის ან მალტური ჯვარის ამოკვეთილი ნაწილი არის. გვაქვს კიდე აბანოში წარწერა ის უფრო ყოფითი წყალი ესე გადმომდინარე რაღაც კულტური და მნიშვნელოვანია განასახიერებს, ანუ რომ ეს ბერძნული იყო წამყვანი ენა ლიტურგიაში რა თქმა უნდა და ყოფით დონეზე და რომ საუბრობ რომ რომაული გავლენა და ბერძნულ-რომაული ასე ვთქვათ კულტურული გავლენა ძალიან დიდი იყო ამ საქალაქო ურბანულ ქსოვილზე. აშკარა არის როგორც არქიტექტურის კუთხით ისე არქეოლოგიურად და ხო კიდე ისა გვაქვს აღმოჩენილი ჭაღი სასახლის ტერიტორიაზე, ჭაღი, რომელზეც ასევე წარწერა ღვთისმშობელი წერია ბერძნულად, ასე რომ მნიშვნელოვანია ამ ხრივად ეს. ხო, თანაც აი ეს რაც შემოთვალე ძირითადად აი ადასტურებს ქრისტიანობის უკვე ღრმა გავრცელებას ამ ტერიტორიაზე, რაც მიუთითებს ასევე რა თქმა უნდა წყაროებთან თანახვედრი არის რა, პროცესით. აი რა შეიძლება რომ პოტენციურად ჩვენ კიდევ მოლოდინი გქონდეს, აი რას უნდა მოგცეს, რა შეიძლება მოგცეს დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიამ ისტორიის აღსადგენად ამ თვალსაზრისით, აი პოტენციურად რა, ანუ თუ არის გეგმაში რა მეძეგლების შესწავლა, ან რამე თუ დაკვირვებას თუ განახორციელეს ესეთი არქეოლოგია, რომელიც შეიძლება პოტენციურად მე რაღაც სერიოზული შედეგები მოგვიტანოს ამან. მადლობა კითხვისთვის, ისეთი კომპლექსური კითხვაა. თავიდანვე აღნიშნე, რომ წერილობით წყაროების პირობებში სამუშაო, არქეოლოგიური სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია. და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარებულია, მაგრამ ბევრიც არა. აი მაგალითად 50-მდე ციხესიმაგრეა ამ პერიოდის დაფიქსირებული დასავლეთ საქართველოში, ეგრისის პერიოდის და მხოლოდ 10-ზე თუ არის არქეოლოგიური გათხრები, ისე სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა დროს ჩატარებული, ზოგან უფრო სტაციონარული სამუშაოებია, ზოგან დაზვერვითი. სამუშაო ბევრია ჩასატარებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ამ ქალაქების ურბანული დაგეგმარების კვლევა, ძალიან პრობლემურია, იმიტომ რომ აი ეს მრავალ საუკუნოვანმა გადაკეთებამ, იქ ცხოვრებამ ბევრი რამე დააზიანა. თუნდაც ის მიდგომა რომ შეიცვალოს, რომ ეს არ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები, არამედ წმინდა გაგების საქალაქო ცენტრები იყო. სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, თავისი სამაროვნებით მოქალაქეებშიც არის მაგალითად აღმოჩენილი. პატარა ტერიტორიაზე მე-4-მე-6 საუკუნეების სამაროვანია, ანუ სასაფლაო შესწავლილი გვაქვს. და დამატებით რა თქმა უნდა იმ ძეგლების შესწავლა, იმ მცირე თუ დიდი დავყოთ ესე ციხე-ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. შესწავლა რომლის გათხრების შედეგად შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციები მივიღოთ საომარი მოქმედებების შესახებ. არის ძეგლები, რომელიც სავარაუდოა, რომ
წერილობით წყაროებში მოხსენიებული ესა თუ ის ფუნქცია იყოს. აი მაგალითად ნესოსი არა აღმოჩენილი. მოხირის დღემდე დავა შეიძლება მდებარეობდეს ნამაშევში თუ გეგუჩის სხვა. ფასისის სიხეც რომელიც სამხედრო მოქმედებები ლაზიკისონში ხო? რეალურად დაკარგულია. ანუ ეს კიდე ცალკე მიმართულებაა ლოკალიზაცია ამა თუ იმ წერილობით წყაროებში. აი ონოგურისებს საუბრობდით ხო? ამაზე სხვა ვერსია უქიმერიონი არ არის აღმოჩენილი, რომელზეც არის ვერსია რომ მოწამეთა ხო არ იყო. იმიტომ რომ იქ მე-6 საუკუნის ფენებია სამშენებლო მოწამეთაში. მაგრამ აქ მივდივართ მეორე საკითხზე. ტექნიკურზე და მეთოდურზე. ერთია რომ ეს სამეცნიერო პრობლემა დასახო, მეორეა ამისთვის დაფინანსების მოძიება და მცირედ ახებს არ უკავშირდება სრულყოფილი არქეოლოგიური ექსპედიციის წარმართვა, აქ მხოლოდ გათხრები და მუშახელი და იქ ცხოვრება არ იგულისხმება, იქ გულისხმება ეს multidisciplinary სამუშაოები, პალეობოტანიკა გჭირდება, პალინოლოგია, პალეოზოარქეოლოგია გჭირდება, ოსტეოლოგი და ანთროპოლოგი გჭირდება და ასე შემდეგ. რაც კომპლექსური კვლევის საშუალებას მოგცემს და მესამე არქეოლოგია არ არის უბრალოდ მეცნიერება, როგორც თქვა, წყაროწოდნეობა პირდაპირ შეხებაშია კულტურულ მემკვიდრეობასთან. არქიტექტურის გათხრა ავტომატურად გულისხმობს, რომ შენ თავიდანვე განსაზღვრული უნდა გქონდეს გეგმა, როგორ ხდება მე ამ გამოვლენილი არქიტექტურის კონსერვაცია. ღია ცის ქვეშ ვერ დატოვებ. მანამდე მიწის ქვეშ იყო და როგორც გადარჩა, თქვა, საუკუნეების მანძილზე და ისე იქნება ხელუხლებელი მომდევნო თაობებისთვის. შენ თუ მას ეხები, პასუხისმგებლობაც უნდა იყო მისი მოვლა პატრონობის და კონსერვაციის. ამას შეთანხმება სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ვინც ამის ნებართვებს გასცემს და ასე შემდეგ და პლუს პროექტირებას ახდენს, თქვა, ამა თუ იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის. და არა რესტავრაციის, უბრალოდ კონსერვაციის, რომ როგორც აღმოაჩენთ, ისე მაინც შევინახოთ. და აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ისაც რაღაც უნდა წავიდეს. განსაკუთრებით თანამედროვე აი ბოლო პერიოდში პრობლემად იქცა ჩვენს მუზეუმებში ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში ახალი კოლექციების შემატება. არის არტეფაქტები, ასე დავარქვათ, არქეოლოგიურად აღმოჩენილი, რომელსაც აქვს მაღალი სამეცნიერო ღირებულება, თუმცა არ არის ექსპონატი. ხო, გესმის, ხო, არ არის ის მახასიათებლები არ აქვს რომ გამოფინო ფართობად ანახავთ ხო ესეც თვალსაჩინო არ არის, მაგრამ მაღალი სამეცნიერო ღირებულება აქვს, რომელიც უნდა შეიძლება დაადგინო 1000 რაღაცა, მაგრამ რომელიც უნდა დააგდეს ვიღაცა რომ მოვიდეს ხა უბრალოდ ტურისტი შეიძლება თქვას რომ ეს რა არის ხო ეს რატო დადა, იმიტომ რომ მას ისეთი მაგალითად ოქროს მონეტები აინტერესებს. ასე რომ ესაც პრობლემაა და თავის ტკივილია თანამედროვე გამოწვევების ერთ-ერთი მიმართულება ესაც არის როგორ მოუვაროთ იმას რასაც ვიპოვით და სად დავაბინავთ, როცა ფიზიკურად შენობები არ აქვს საკმარისი იმ დაბინავებასაც თავისი მეთოდი და წესი აქვს, ხო, უბრალოდ ესე რაღაც საწყობი არ არის სამეცნიერო ფონდები. ამ მაშინ ადგილობრივი ის მაინც რომ გაკეთეს რამე მუზეუმი მაშინ ძეგლზე რომელშიც არის კანონიც ამას იძახის და სწორად იძახის რომ არქეოლოგიური გათხრების ნებართვას რო იღებ, იქ აუცილებლად გაქვს ნებართვა უახლოესი მუზეუმში ამ მასალის დაბინავების. და ეს პრაქტიკაც არსებობს, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ ხდება. ჩვენ შემთხვევაში ხა საქართველოს სიმოჯანაში ასახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია იყო, ხა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია და სამართალ მემკვიდრე ვართ და იქედან იქ მოპოვებული მასალის დიდი ნაწილი ეროვნულ მუზეუმშია დაბინავებული. სხვა ნაწილი ნოქალაქევის მუზეუმშივე იქვე. ისაც ამ ექსპედიციის გათხრილი. ხო, პეტრაციხის ძირისა ბათუმში არის. კი ბატონო, ბათუმის მუზეუმში და ნაწილი ახლა თვითონ ადგილზე გააკეთეს კარგი ექსპოზიცია. იგივეა გონიო აფსაროსში. ქუთაისის მასალა ქუთაისის მუზეუმშია. თუმცა ყოველთვის დგება ეს საკითხი წლიდან წლამდე, რომ მეთოდები იცვლება, მიდგომები უმჯობესდება, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, რაღაც საუკეთესო მიზნების მიღწევისთვის და ამ მიმართულებით უკვე ეს დამატებითი წლიდან წლამდე ექსპედიციის მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომელიც ნაწილი სამეცნიერო ღირებულებისა, ნაწილი საექსპონატო, პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების მიღების საკითხით რა. ანუ ბევრი გავწვით სამეცნიერო დისკუსიას უფრო ისეთ ტექნიკურ საკითხებზე გადავიდეთ, შემადგენელი ნაწილი არის. ის გავითვალისწინოთ, რომ არქეოლოგია ძალიან ისეთი დარგია, რომელშიც არ უნდა იყოს ძალიან ლოკალიზებული ადგილობრივი მეცნიერებისგან მხოლოდ. ანუ საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს პირველ რიგში. მით უმეტეს, რომ ეხა ეს აქ ისეთი პერიოდის ძეგლებია და ისეთი ცივილიზაციებისა, რომლებიც კვალი აქვს დატოვებული მთელი ევროპის და ახლო აღმოსავლეთის
დასავლეთსა და აფრიკის და შემდეგ მასშტაბით, ხო? ძალიან ბევრი რაღაცა საერთო და მსგავსება იმაზე აღარ მიხსენები, რო ვთქვით, რომ ბრიტანელებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა 2001 წლიდან, ეს უბრალოდ ის არ იყო, რომ მოდი ერთად ვიმუშაოთ და ეს პრესტიჟულია. 90-იან წლები გამოვიართ, მანამდე საბჭოთა კავშირის პერიოდში ვცხოვრობდით და ვითარდებოდა ქართული მეცნიერება, მათ შორის არქეოლოგიაც. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც წყალში გადასაყრელი იყო. ძალიან მაღალი კვალიფიკაციის არქეოლოგები ყავდა კი და იმ დროისთვის მეთოდიკები შესაბამისი იყო. თუმცა ცალკე ვითარდებოდა საბჭოთა არქეოლოგია, ცალკე ვითარდებოდა დასავლური. ამას დაემართა 90-იანი წლები და ის დიდი ჩავარდნა, როცა ქვეყანას ამისთვის არ ეცოლა და აი 2001 წელს რომ შემოვიდნენ მთავარი რაც იყო ფინანსურ ხარდაჭერასთან ერთად ესაც ვთქვათ. მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე მეთოდიკის შემოტანა გათხრების პროცესში. გათხრები ალბათ მსმენელმა იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსოვოთ, არ არის უბრალოდ ნივთების პოვნის მეცნიერება არ არის. უზუსტესად ხდება პროცესის წარმართვა იმისთვის, რომ არაფერი არ გამოგეპაროს. არ დააზიანო. არ დააზიანო და არ დაკარგო რამე. შემთხვევით ან ფიზიკურ დაკარგვაზე არა საუბარი, თითოეული ფენის სკულპტურულად შესწავლა, სიღრმეების მისი დაფიქსირება მიდგომა რა არის, რომ ეს საუკუნეები მიწაში იყო და შენ ბედად წილად ხვდა ბედნიერება, რომ ეს პირველმა ნახო, გათხარო და შეეხო და ამას იმიტომ რომ ქვედა ფენაზე ჩახვიდე, იღებ. ანუ იმავდროულად აკრობ. მარტო შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ამას ხედავს. ნუ ჯგუფთან ერთად, რა თქმა უნდა. და ვალდებული ხარ, რომ ეს უზუსტესად აღნუსხო, ისე რომ 50, 100 ან 200 წლის მერე ადამიანი რო ჩახედავს ამ დოკუმენტაციას თავის ვიზუალური მასალით, ფოტოებით და სქემები და ნახაზებით სრულად აღიდგინო და ტექსტური აღწერილ სრულად აღიდგინოს რა ხდებოდა აქ. იმიტომ რომ ერთხელ ხრი ამ გათხრის პროცესში იმას აკრობ, მეტი აღარ იქნება არასდროს. ანუ ერთჯერად იქმედება არის და მე ის აღარასდროს აღარ არსებობს და ამას სჭირდება დრო, სჭირდება რომ უზუსტესად აღწერო და სწორი სტანდარტი და მიდგომა და ეს სტანდარტი დავნერგეთ ჩვენ საქართველოში ყოველ შემთხვევაში ჩვენ ექსპედიციაში და მე ჩვენი ექსპედიციის გუნდის სხვა ძეგლებზეც რომ მუშაობს, ყოველთვის ინგლისური მეთოდიკით ვმუშაობთ და ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს და მეორე აი გლობალური მნიშვნელობა რო ახსენე, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩვენი მუშაობის გათხრებთან ერთად არის მე ამ მასალის პოპულარიზაცია. რა შედეგებსაც მივაღწიეთ, რა მასალაც აღმოაჩინეთ, რა ინტერპრეტაციას გავუკეთეთ, რა მიგნებებიც გვაქვს. ჩვენ საერთაშორისო გუნდთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მალევეში გიგულისხმება წლები. როცა მოხდება სრულად დამუშავება, გამოვაქვეყნოთ ფართო აუდიტორიისთვის, სამეცნიერო აუდიტორიისთვის და ხშირად პოპულარულ გამოცემებშიც, რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს, რასაც მუშაობთ და რასაც აი ესეთი დიდი ისტორიული უკანა ისტორია აქვს, ასე ვთქვათ. ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. კი, და თან გამოყენებაც მოხდეს მერე კომპარატივისტული კვლევებისათვის განსაკუთრებით და შედარებითი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხა თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, რაც არის და რაც მოთხოვნადია ძალიან არის აი შედარებითი კვლევები, რომელიც გულისხმობს ხოლმე აი მაგალითად იგივე რომის იმპერიის შიგნით, აი სხვადასხვა პროვინციაში რაღაცა ერთი გამოცდილების სხვადასხვანაირი ის როგორ ხდება, მაგალითად რაღაცის მიმართ, მაგალითად თავდაცვითი სისტემები, ხო? დუნაის ხაზი, მისი ბრიტანეთში მაგალითად ადრიანეს კედელი შეიძლება პონტოს ხაზი და შემდეგ ერთმანეთს შეედაროს მაგალითად რომელში როგორ თავდაცვითი სისტემა იყო, იქ მაგალითად ჯარისკაცები როგორ ცხოვრობდნენ, იქ როგორ გალავანს აშენებდნენ, იქ როგორ მიწაყელს აკეთებდნენ, რა მსგავსება რა განსხვავება ამათ შორის და აი რამდენად სისტემური არის იმპერიისათვის და ასე შემდეგ. უამრავი საინტერესო რაღაცა შეიძლება ამ თვალსაზრისით აქ გამოვლინდეს, ამიტომ ჩემი აზრით ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში არქეოლოგიას, თუ გვინდა რომ ისტორია რეაბილიტირება საქართველოს ისტორიისა უფრო ზუსტად მოხდეს, იმიტომ რომ ისტორიული წყაროები, ახლა მე თვითონ ისტორიკოსი ვარ და ყველაზე კრიტიკულად ვარ განწყობილი ყოველთვის ისტორიული წყაროების მიმართ, ვინაიდან უნდა გავითვალისწინოთ მილიონი რაღაცა, სანამ ისტორიულ წყაროს ვათქმევინებთ რამეს. პირველ რიგში აქ მე შესაძლოა მაქვს ერთი ძალიან კარგი სტატია ადრე ნათარგმნი, რომელიც მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასვეს სილაბუსშიც ისტორიის
ისტორიის კვლევის მეთოდებში. ეს არის ცნობილი კანადელი სამხედრო ისტორიკოსის რიჩარდ გაბრიელის სტატია, უნდა ვენდოთ თუ არა ანტიკურ წყაროებს, ასე ქვია, რომელშიც გაანალიზებული აქვს მთელი ის დეტალები, რის შემდეგაც შენ წყაროს უკვე შეგიძლია რაღაცა ათქმევინო. ამიტომ არის რომ ძალიან სერიოზული პრობლემა არის წყაროცოდნეობა, ამიტომ არის რომ მე ხშირად მე როდესაც რაღაცა წყაროს არ ვენდობ ხომ აღნიშნე რომ აი ეს პრობლემა აქვს, მე ზოგიერთ ფენას უჩდება ხომ კითხვა რომ აი თუ ადრე თქვა რომ მე რაღაც ისტორიკოსმა პირდაპირ გადმოწერა ის წყარო და გამოიყენა და ისეა დამკვიდრებული მაგალითად საქართველოს ისტორიაში უკვე აი შე რატო სვამ ამას კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ სვამ რომ აი ეს პრობლემებია რომელიც გასავლელია მანამდე ჯერ კიდევ. პლუს ამას არქეოლოგიამაც უნდა რაღაცნაირად ხელი შეუწყოს იმ თვალსაზრისით რომ იქაც თუ არ დასტურდება და აბსოლუტურად სხვა რაღაცას გეუბნება ის რაც ამოიღე მიწიდან და წყაროში სხვა რაღაცა წერია, აქ რაღაცაშია საქმე, ესე იგი, ხო? და მოდი გულახსნა თქვა უპირატესობა არქეოლოგიას. ხო, მონებრებია, რაღაცას ხელით ეხები და ნივთიერი გავს. არავინ ჩადო იქ იმისთვის რომ მე ასე გენახა და ისტორიკოსმა ანტიკურმა დაწერა იმიტომ რომ ესეთი წარმოდგენა შექონოდა, ხო? თავისი მიზეზები ჰქონდა და არქეოლოგია ანტიკურ ხანაში ხა მას გუბას მეფეს რამე დაეპლო იქ იმისთვის რომ მე არქეოლოგია იპოვოს. რა თქმა უნდა, ხო. ეს ობიექტური მოცემულობა არის, რაც დარჩა, ის დარჩა. რაც დარჩა, ის დარჩა ნამდვილად. საერთოდ ანუ ამოუწურავი თემაა ჩემი აზრით ეს და მე ვეცდები ხოლმე რომ ხშირ გადაშიგ არქეოლოგიის თემაზე სხვა ეპიზოდები შემოგთავაზოთ, უკვე რამდენიმე დაგვიგროვდა სხვათა შორის. ვისაც აინტერესებს ვეთყვი რომ გვაქვს ჩვენ მაგალითად ფასისის შესახებ, რომელზეც იყო თონას ყიდაშვილი სტუმრად და ძალიან საინტერესო დილაპარაკა ომანში იყო თან მაშინ იქიდან ჩაგვიწვა მახსოვს. მეორე ქონდა თორნიკე მამისეიშვილი იყო, რომელმაც რომაულ კვალზე ილაპარაკა და გონიო აფსაროსე იყო ძირითადი თემა ამ შემთხვევაში, იმიტომ თორნიკე იქ მუშაობს თვითონ და მე თვითონ პეტრას ციხისძირის არქეოლოგიურ გათხრებზე ჩასვლის დროს გავიცანი იქ პეტრაში და მე გავაკეთეთ საინტერესო ეპიზოდი ამაზე და ეხლა უკვე ეს ეპიზოდიც რაღაცნაირად მიემატა ამას, ვფიქრობ მე მგონი ყველაზე ვრცელი შეიძლება ესეც იყოს იმათ შორის და იმედი მაქვს რომ კიდევ გვექნება რა თქმა უნდა. აი განსაკუთრებით წიგნი რო გამოვა აი ეგრისის სამეფოს შესახებ, აი მე ჩავწეროთ მე მგონი ჯობია კიდე ერთი ეპიზოდი უშუალოდ ეგრისის სამეფოს ისტორიაზე, ყველანაირი თვალსაზრისით, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ვთვლობ ხოლმე რომ ვიშოვ ისეთი სტუმრები, რომლითაც მოყვებით ისტორიას, რომელზეც ყველაზე ნაკლები გვაქვს ასე თუ ისე ქართულ ისტორიოგრაფიაში აქამდე დამკვიდრებული რა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ეხება ამ შემთხვევაში ეს და ვფიქრობ რომ უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი ნელ-ნელა. სვენელს შევახსენებ რომ გამოიწერეთ მწარე პოდკასტი, მოიწონეთ ვიდეოები, დაელოდეთ ახალ ვიდეოებს, ნახეთ ხოლმე ჩვენი ეპიზოდები, იმიტომ რომ არც ერთ ეპიზოდს ტყუილ უბრალოდ ისე შესავსებად არ ვიწერ, იცოდეთ, ყველაფერს ვიწერ იმისთვის რომ ის შეავსოს ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ პირველი ეპიზოდიდან მოყოლებული გაწვდით, ასე რომ მოусმინეთ მწარე პოდკასტს. მადლობა ნიკო სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო საუბარი იყო, იმიტომ რომ ეხებოდა თემას, რომელიც მე ასე განსაკუთრებით მიყვარს. სვენელს კი მომავალ ეპიზოდამდე დავამშვიდობები, მომავალ მწარე პოდკასტამდე გამშვიდობებით.